მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მეხუთე ეპიზოდი. მიჯრით. რიგით მეხუთე ეპიზოდი. რიგით მიჯრით მეხუთე საიუბილეო ეპიზოდი. როგორც შეამჩნევთ, გრძელდება ეს მარაზმი და უფრო და უფრო რაღაცა მძიმე სახეს იღებს, მძიმე ფაზაში გადადის. თუმცა ამ მძიმე ფაზაში გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები, შეამჩნევდით ამასაც. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი მასპინძელი არის სტუდიო 314. ეს ულამაზესი სივრცე მდებარეობს ელექტროვერკის ტერიტორიაზე. ასე რომ თუ გიყვართ დესერტები და თან გინდათ რომ ამ დესერტების მომზადება ისწავლოთ, კვიტო ამოანათებს აქ სტუდიო 314-ის Facebook გვერდს და დაუკავშირდით. თუმცა კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩემთვის და ჩვენთვის ზოგადად. დღეს სტუმარს არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც არ მინდა რომ სტუმარი იყო შენ არანაირი სურვილი. ისე ვხედავთ რომ თანაწამყვანი ძმაკაცი. ჩვენი დღეს დაგვემატა ძალიან კარგი თანაწამყვანი ირაკლი საღინაძე, რომელსაც პრინციპში დიდად წარდგენა არ სჭირდება და ამით არ დაუღლი ირაკლის პირველ რიგში წარდგენით. ყველანი იცნობთ, ყველასთვის საყვარელი ადამიანია. დაგუგლეთ. ხო, იგუგლება. თუ ვინმეს არ გიყვართ, გირჩევთ რომ შეიყვაროთ. ნუ ეხლა მაგას მე შევეცდები მიმდინარეობის. კი. ხო და იმიტომ რომ შენ არ ხარ სტუმარი და ხარ თანაწამყვანი, თავიდანვე მოკლედ ერთად ანუ ნიუსებს ერთად ჩაუჯდეთ. ჩვენ გვაქვს ეგეთი ნიუსები არ ქვია, ჩვენ ობიახლები წინაზე ხო. ობიანი სიახლეები. აჰა. კვირის განმავლობაში რაღაც ობიან სიახლეებს ვაგროვებთ ხოლმე და ჩვენ უბრალოდ გავდივართ და ძალიან თავისუფლად სრულუფლებიან ბუნკერელად გაცხადებ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ბუნკერი. და ჩვენ წარგვადგინა შეჩემ. და გავაგრძელებთ ახლა როგორც ტრადიცია გვაქვს უკვე. თქვენს წინაშე არის ირაკლი კვიტაშვილი კვიტო, ქალთა და ზოგჯერ კაცთა ბედნიერება, თეიმურას ჭაბუკიანი. ორივე როლი შემითავსა. ირაკლი საღინაძე და მე ნიკოლოზი. აბა ბიჭებო, როგორც ვიცით ხოლმე, როგორ ჩაიარა კვირა. ბიჭო, ეს ფარისელური ფაზაც გავიარო. ძალიან კარგი დატვირთული კვირა მქონდა მე მაგალითად. ინფლუენსურერული კვირა მქონდა. რაღაცა ხინკალზე. ხინკის რეკლამა გავაკეთე ერთი. შემოთავაზებიც მოდის, კი. ხინკალმა იმუშავა. შემოთავაზებ წელს ქვემოთ თუ წელს ზემოთ? ჯერჯერობით მარტო ქვემოთ სულგიდან. წელში მივარდებიან მარტო. წელს ქვემოთ შემოთავაზებ. ყველა მოკლედ დატვირთული კვირა. სულ არაფერს ჯობია. კი, სულ არაფერს ჯობდა. თეიმურას, შენთან? მე არაფერი არ მახსოვს ისევ დემენცია, დემენცია ხდება. ახლა სად ვარ? გადაახვიე, გადაცემა. შენ როგორი კვირა გქონდა? მოწყენილი. გულწრფელად თუ გიპასუხებთ მოწყენილი. შემიძლია რამე მოვიფიქრო და მოვიტყუოთ რაღაცე. სხვა რამე ვთქვა. არაფერი არ მოვიფიქრო. მოწყენილი კვირა იყო რა. ხო და ერთად გავხიარო. შენ როგორი კვირა გქონდა? მე მქონდა ძალიან ბუნკერული კვირა, მაგრამ ვემზადებოდი დღევანდელი ჩვენი შეხვედრისთვის, ანუ არაფერი არ გამიკეთებდი მასაკუთრებული. როგორც ჩვენ. როგორც ზოგადად ვარ ხოლმე და მიხარია, რომ დღეს აქ ვართ და ძალიან მიხარია კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ ირაკლი მე შენთან ვარ ნიკოლოზ, მე არც ერთი გადაცემისთვის არც ერთხელ არ მომზადებულო, სულ ნერვიულობ. ირაკლის ვეუბნები გადაცემის დაწყებამდე 10 წუთი სადრო. ნიკო არაფერი არ მომიმზადებია, ნერვიულობ. ისე ჩემო ჩაარტყი და დაიჭი. და დაჯდა. მაგრამ თან ეხლა დღეს შენთვის განსხვავებული გადაცემა მცხელა. არა, მაგიტო არა. ვიდრე წინა კვირა. ვის რას დაუვლევ? ირაკლიც რაღაც კონკრეტული სასმელების გარეშე დავტოვეთ. აჰა, შენი გაქვს. მულტი არ გაქვს. და ძალიან მივიდო მოსაკუთრებელ კავშირებით, იმიტომ რომ დააგიბე რა აქვს. პირიქით. ნაკრო დაუმატო. არა, წაგვიჯებს. ესე იგი, ჩვენი პირველი ობიანი სიახლე ასეთია, რომ 1895 წელს შეიძლება იცოდე 1800 შეიძლება ბავშვობაში. ხო, ნუ ის არის რა ქვია, წესით უნდა ყოფილიყო ეს წელი. რადგან ახლა 2025-ია, მაგას გამოვივლინეთ. კი, უწევს. 1895 წელს ოჰაიოში მოხდა ესეთი კურიოზული შემთხვევა, ქალაქში, სადაც სულ ორადორი მანქანა დადიოდა, ერთმანეთს შეეჯახნენ და ესეთი მეტი რო ესეთი დეტალები არ ვიცი? არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვიცით ფოტო, რომ ესე დაზიანდნენ. უეჭველი თვალები იქნებოდნენ ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგ დროს ახალი ოჰაიოში ახალი შემოსვლები სმა და მართვის მოწმობა ხო არ იქნებოდა.
თავიდანვე. ხო, ანუ შეგეძლო არაფრიზად მდგომარეობას ჩვეულებრივად გადაადგილება. ანუ მაშინ შეგეძლო ესე მაგას ჯარიმა არის. არაფერი არ იქნებოდა, ჯარიმა ჩასაბერი აპარატები სადღაც არ იქნებოდა. მარტო ეგ იყო, მაგრამ ვერ იყენებდნენ ვერაფერ. შეიძლება შეჯვარება უნდათ, მაგრამ მესამე მანქანა უნდა. გამრავლება უნდა, კი, აი ვერსია. მესამე მანქანა და მარცხი მოვა. ხო, აშკარად კრახი. ტელევიზორი რა, ტელევიზორი მინდა იქ. იქ ტელევიზორი. რომ ჩავიხედოთ ხოლმე რას. მონიტორი არ საჭიროც მოგვიხდება, კი. აი რაღაც ის კარგ ტემპში ვითარდება ბუნკერი და მონიტორამდეც მივა. მალე მივა. ძალიან პატარა მონიტორიც გვეყოფა, ის ძალიან პატარა. რომელსაც ექნება მეორე პულტი. პლანშეტი. პლანშეტი, კი. სიგნალს გამოიწვევს. რომელსაც ექნება მეორე პულტი ჩამატები. შენ პულტების ბძანებელი ხარ. ზეგ ფეტიშია. როაგაკი სხვათა შორის ძალიან კონკრეტული არსებული ფეტიშია, არ მახსოვს რა ქვია, კონტროლის უნებაა რა. ტელევიზორთან ოზიხარ და პულტი ღიბზე უნდა გედოს, თორე უფროსი აი აღარ ეგრეა, გაუჭამს. ვერაფერს ვერ აკონტროლებ პულტის გარდა. კონტროლის უნებაა ეგ რა. აჰა, გაიგე. კონტროლის ნება ქონია. ანუ რაღაცა მეფობის უნებაც გაქვს რა. ვიფიქრეთ ო, მაგას. სხვა შორის ორნაირი უნება არსებობს. მეფობის უნება და ღმერთობის უნება. მონობის? მონობის უნება არ არსებობს, მონობის მდგომარეობა არსებობს. მეფობის და ანუ ძალაუფლების როგორ მინდა მეფობა, როგორ მინდა მონობა, რაღაცა ეგ. ბიჭო, ხო არიან ეგეთი ტიპები? არა, არიან შეგვებულები არიან ფაქტს. ვისაც უნდა რომ პასუხისმგებლობა გადააბაროს, ეგ ღმერთობის უნებაა დამიჯერე. მეფობის უნება შეიცავს კონკრეტულ იმებს, რა ქვია, პასუხისმგებლობებს. რაღაცას მე არ ფიზიკურად ანგარიშვალდებული ხარ რაღაცა უნდა იწვალო ხალხსებას, რომ რაღაცა და ღმერთობა მაგარი кай პონტია. პროსტა აკონტროლებ ვაფშე პასუხისმგებლობა არ აქვს. ირაკლიმ შემთხვევაში მარტო მე კი არ ეხა ყველას მოგვეფარა. კი. ნუ არა, ნუ ისეთ გადაგვეფარა. სხვაჩერს ერთი იდეა გაჟღერდა ჩვენმა მეგობარმა დათამშეულს ეგეთი იდეა რომ სტუმარი ვინც არის ის რომ იწყებდესო და რაღაც რუბრიკის მერე თქვენ რო შემოდიოდნეთო ეგრე რომ ძალიან საინტერესო. გააკეთოს თავის განაცემა და იქ გააკეთოს რაც უნდა თავის სტუმარი მოდის თავისი ედიტორიალით რა, თავიდან იწყებს რაღაც მიმართულებას და მე რა ჩვენ გაძლევს და შემოგვიყვება. მე თქვენ ესევით. საჯიჯგნად არა, ხო, იცი რა არის? საზორდო გეძლევათ რა იმისთვის რა. ანუ ტიპი რაღაც შეცდომებს დაუშვებს, აბაზროთ უნდა აბაზროთ და მე უკვე შემდგეთ ქულები დავწეროთ ჩვენ. აი აქ თორე ეხა თქვენ რო ლაპარაკობთ, მე მეძლევა ისენი, რა ქვია, ტოპკებს, ხო და კარგია. მე მიგდებ. კარგია, მაგიტომ ამბობდი რომ ბევრი ტოპ გავაყარ. ე ბატონო, ფრენბურთელი ვიყავი, ოდესღაც საქართველოს ნაკრებშიც კი სპორტზეც მაგრამ არა, ეს პირველივე ობიექტზე შევადგეთ, რომ ძალიან ისეთი ეპიზოდი გვექნება. საინტერესო ღრმა ეპიზოდი, ასე რომ დიდებული რა, მგონია რომ 1 საათს ათდება ძალიან მიხარია. ჩვენ რო იცოდე ლოგიკური გადასვლები გვაქვს ხოლმე ობიექტებს შორის. ესე არ არის ვიღაცებმა რო იციან რომ ტახტიან რა, ჩვენ ლოგიკურად გაწერილად მიყვებით ხოლმე და ამ ავარიიდან, ავტოსაგზაო შემთხვევიდან მინდა რომ გადავიდეთ შემდეგ ობიექტზე. არის ერთ-ერთი ქირურგი, ასეთი დოქტორ სერჟიო კანავარო, თუ კანავერო, იტალიელი ქირურგია, რომელიც ამბობს, რომ მზად არის ჩაატაროს პირველი ოპერაცია მსოფლიოში, ანუ თავის გადანერგვის ოპერაცია რა. ამისთვის ამბობს, რომ მზად არის ეს. ხო და მან ჩდება ლოგიკური შეკითხვა, რომელიც იმ ძალიან ცნობილ გადაცემაში გაჟღერდა რა. აი მაგ გადაცემა. არ ქვია მაგ გადაცემას არ ვიცი, მაგრამ ტანს მიყვება სული თუ თავს მიყვება სული. ფეხენია. ეხა სულთა ფილოსოფიურად ზოგადად ეს გახდა მინდებს. მანდაც ორი თემაა რა. რაღაცა ძალიან დუალიზმს მივაწეკი, ეხა ძალიან ღმერთობა, მეფობა. წავიდეთ. არსებობს სული და სამშვინველი რა. ზოგადად აი ქართულ ენაშიც არსებობს და ყველგან არის. რუსულსა და იმაში გერმანულშიც არის და ინგლისურ. ანუ ადამიანები ვიცნობთ ამ ორ ფენომენს, სული არის უფრო აბსტრაქტული რაღაც და სამშვინველი არის ჩვენი გონი. სამშვინველი ერთმნიშვნელოვნად გაყვება, თავს მიყვება. აი სული სად არის განთავსებული? არ ჯერა რომ ამას ეს სერიოზულად. იფსად გააჩნია. ხო, მეც მაგეთ ვიხრები, რომ თუ მაგალითად სული. ხო, ზოგს წელს ქვემოთა, ზოგ ფეხებშია, ზოგ ხელებშია, რა. გააჩნია ტიპს მოკლედ. ანუ სული მოკლედ გაურკვეველი და ვისი სული საწავა. ფსურს, ვისი კანავერო დავგუგლოთ კანავერო. და გავიგოთ რანაირი ტიპი არის. მაგრამ კიდე ამის გარდა აქ ბევრი შეკითხვა ჩნდება. ძალიან ბევრი შეკითხვა კაი, ჩნდება, სული ყველა- გავიგეთ რა. აი მაგალითად თვალი. აი ხა თავზე თვალიც ხო გადადის ავტომატურად რა. იგივე თავი აი ექნება თუ მოხმატანზე. ბილწი თვალი თუ აქვს. მაგრამ გული აქვს ძალიან ისეთი რა. სუსტი. ერთ გული.
კარგი გულის პატრონს გადაუნერგეს დილწუთვალის პატრონის აი მანდ რა ხდება? მაინც პახაბნი იქნება, გული რა, სისხლს მიაწვდის თვალს და ისევ პახაბნი იქნება. ანუ მაგალითად ცნობილი ქართული მწერალის გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოებში სპირალი, სადაც ხდება ტვინის გადანერგვა თავის არა. კი, იყო უჩანეიშვილი თამაშობდა, იქ გული ახდენს გავლენას გონებას. გული ესე იგი მოქმედებს. ახალგაზრდა მკვლელის დამნაშავის სხეულში გადაინერგება პროფესორის ჭვიანი კაი კაცის ბავშვობაში მაშინ ტვინი მაგ სერიალის. საშიში გადაღებული. უბრალოდ აღარ უყურებ. ხოდა იქ ახდენს გავლენას ეს მკვლელი ხდება რა მე ანუ სხეულმა მაინც ხდება რომ იმ მკვლელ ახალგაზრდაფით სული ქონდა თან საინტერესო. ტანში. ეგ სერიალი არ მაქვს. ანუ ესე იგი შესაძლებელია რომ ის გარყვნილი თვალი ერთგული გულით დაუძლიოთ. ან პირიქით. არ ვიცი მე დაშვებას ვაკეთებ რომ შეიძლება ან პირიქითაც ხო შეიძლება, ანუ კონდეს ძალიან ისე ფაქიზი და წესიერი თვალი და გარყვნილი გული გაიჩიტოს. მაგრამ მე გულის რაღაცა გავლენის არ მჯერა. ახლა ირაკლის მსჯელობას თუ გავყვებით, გული გაიმარჯვებს და ერთ გული გაქვს. გულის მანკის უფრო მჯერა მე. ეს მინდა რომ ამოვჭროთ ეს თლიანი ნაწილი და ძალიან მიყვარს უკვე. უკვე მიყვარს რომ ამაზე მსჯელოთ. მინდა კიდე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა, თუმცა მე ამე ის არ არის დეტალი სიახლეში, ბიახლეში. განსაკუთრებული არაფერი რა. მოკვდა ეს კაცი თუ გადარჩა, თუ ჯერა. არ გაუკეთებია, ბაზრობს რომ მზადوارო რა და ეძებს მოხალისეებს ეძებს და უკვე ადევნე რა ამას თვალყური. ტიპს რომ ტიპი რომ თვალებს გაახელს რა და სხვა ტანი როა და აუ მაგრა რო არ გაუ რაღაც კარგ ტანზე რო იდგა და ჩემ ის უკან ტიპს რო და კალზე რო გადაიტანო ან კალზე ეს ფოტოშორის სქესთან ხო სქესთან იდეაში ნერვული ისე იგივენაირად მიებმება და აი კაცის თავი რო ქალის კაცზე გადავა კიდე ერთი ვერსია შეცვლის ძალიან ფუნდამენტური ის არის ოპერაცია მარტო თუთუკებს და იმებს არ გაუკეთებია. ანუ შეგიძლია რომ პროსტა ეგრევე ტადი დაითრიო. ტანი ხო, სადმე ტანი დაგევასა და თავი ნახუი გადაიტანე. ამევარო კი არ არის ფრანკენშტეინის სახელოვანი. ტვინში დაიბადა ეგეთი. მე მგონია რომ ცხენზე დაამაგრო და პატარა კენტაური. კენტაურჩიკები. ოღონდ მარტო თავი რო. პატარა კენტაურჩიკები საყვარელი. ხო და რაჭკვიანი ცხენი, აი მოლაპარაკე ცხენი. დარეკავს. ეგ ცხენზე, მაგარ ამას გეტყვი. ჩვენ ერთად ობიექტში იყო და ცხენები ერთმანეთს ურთიერთებიან სახის მიმიკები. ხო და ამას ბევრად მეტი ექნება, ბევრად მეტი მიმიკა იქნება. ხო, ამას ბევრად მეტი, იმიტომ რომ თავი ექნება ადამიანს და პატარა კენტაურჩიკები. არა, საინტერესოა. კენტაურჩიკები. კენტაურჩიკები. ეს რა არის? ვალუტის კურსი გადაგასწრებული. საინტერესოა რა. შენ ჩაგდებულია. ჩემი ჩაგდებული. გაერო აცხადებს 2100 წლისთვის დედამიწის ტემპერატურა შესვლა 3% გაიზარდა. ერთიამის დედაც მოთხრა. აქამდე ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ და. რა იცი შაშმო ვიცოცხლებს. ეხლა შვილებს რას გადანერგეს. არა, ხო. შეიძლება რაღაცა გადავინერგო და ისე ვარაფერს არ მიმახსოვრება. კბილებს გადაგინერგავ შეიძლება. მაშინ ძალიან გაიზარდოსო თუ გაიზარდოს, რა დააკროს. გავცხელა რა ძალიან ცხელა აი სერიოზული მეცნიერული პასუხი ამაზე არის რომ ადამიანები ტროპიკული არსებები ვართ 2 მილიონზე წელი 2 მილიონ წელზე მეტი ტროპიკებში გქონდა ნაცხოვრები და ანუ გაცილებით მაღალ ტემპერატურაში რეალურად ვიდრე ეხა ძირითადი მოსახლეობა დედამიწის ცხოვრობს და პოპულაციაც ადამიანების მაგ დროს უფრო გამრავლდა შესაბამისად ეს გამოიწვევს რაღაც გლობალურ კატაკლიზმებს რა თქმა უნდა შეიცავს საერთოდ არ როცა დედამიწაზე თბილოდა მაშინ ვითარდებოდა სიცოცხლე და გამყინვარების პერიოდში მცირდებოდა სიცოცხლე. ასე რომ საფრთხეს, რასაც ვარაუდობს მეცნიერება, ეს არის უფრო თანამედროვე ცივილიზაციას უქმნის. დამატებით სტიმულს რო კიდევ უფრო შეიძლება კონდიციონერების უფრო მაგარი მასივრები მოვიფიქროთ, ხო? კონდიციონერები გაეროს ბიზნესი. მაგათ მაყუთი აქვს. კი, კაცო მაყუთი აქვს აღებული. კონდიციონერი, ფრეონის მაფია გაერო და გულის, ფრეონი მოდის გაერო. ნაყიდი ყავთ გაერო, ფრეონის მაფია. ფრეონის მაგნა. ხო და ისე ლოგიკური გმა რო გავაკეთოთ რაღაცა ეს ტრადიცია არ მინდა რომ
დავივიწყოთ. პირველად დადასტურდა, რომ კალიფორნიის მიწის ციყვები ნადირობენ, კლავენ და ჭამენ ვოლებს, ანუ მცირე ძუძუმწოვრებს. და რაც აქამდე არ იყო სპორტში. აქამდე ხო გვეგონა რომ მარტო მარტო ბალახებს და თხილს და რაღაც და ძალიან საყვარლები არიან. ვეგანები კარჩე ამათაც არა, ძუძუმწოვრების დიდი ნაწილი არის ყველაფრის მჭამელი და ასე ყველაფრის კადრებელი. ყველაფრის კადრებელი შესაბამისი. ყველაფერზე წამსვლელი. მაგათაც ფული აღებული. გვანა ვოლები. ადამიანებს ჩვენც მაგ რიგში ვართ. ისე ციყვებზე ხო რაღაც ისეთ წარმოდგენა რომ თითქოს საყვარელი ცხოველია და კი, არა და არ არის. просто მე კუდი მგონია, აქვს საყვარელი. და სახეც. სახე ვირთხა, ჩვეულებრივ ვირთხა. просто კუდია. კუდი ჭირდება პლანი ხტომისას ბალანსისთვის. მარტო კუდი აქვს საყვარელი. და ის ფრინავი ციყვები ეგენიც რაღაც ჭამე. ბიოლოგიური კითხვები გვაქვს. ხო, მეცნიერული და მიყვარს. საინტერესო. ძალიან საინტერესო. ბოლო წლებია ბიოლოგიაზე ობიექტებს უნდა ჩაუჯდე, ისეთ რაღაცებს ნახავ. მე ჩაგიგდებ. ჩაუჯდები. ეს რა ბიჭო, არის? ფრინავი ციყვებიც ნადირობენ იმებზე? ცხოველებზე? ლომებს, ეგენი ლომებს. ეს თუნდურად ნადირობენ ლომებს მყავს. ზეციდან ესხმიან თავს. ფრინავი ციყვები რა მაგარი როჟები არის, ძალიან მევასები. აქ რო აქვს ესე გამიგო. ხო, ვიცი, კი. ბუკა შენ? არა, მე არ მახსოვს ფილმი. მე რო ხტებოდი ადრე. ბუკას აუგდოთ ხოლმე. ერთი ყოფილი ყავდა ფილმში. მე კარგი ფრინგა. ყოფილი ხარ. გამიგინდა ციყვი. ეს რაღაცებს აკეთებს ხოლმე, ვერ კაია, მე მაგიტომ. ეს кайი. ეს გაი. შენ ირაკლი ხა ისეთი რაღაცები გააჟღერე, რომ ეს ალბათ ჩვენთვის ობიექტი არ იქნება, მაგრამ ჩვენთვის ობიექტი იყო პრინციპში, რომ გაირკვა რომ თურმე ადამიანი, ალბათ აქამდე გაყვეული იყო, ჩვენ გავიგეთ ახლა. ადამიანი იბადება სულ ორადორი შიში. და ამ ორადორი შიშიდან ერთი არის ხმაურის შიში. და მეორე არის სიმაღლის შიში და წარმოგიდგენთ დანარჩენი ყველაფერი არის შეძენილი შიშები. და რამდენი არის ეგ ყველაფერი? არა, ყველაფერი საერთოდ ერთ შიშამდე დადის, სიკვდილის შიში ქვია მაგას. და მე შესაბამისად უკვე არა მარტო ფილოსოფია არაფერ შუაში არ არის, თანდაყოლილი ინსტინქტური შიში, ეგ გვაქვს, იმიტომ რომ როცა ვცხოვრობდით ხეზე, იასნიან ჩამოვარდნით გვეშინოდა რა. და როცა ჩამოვედით წაზე, მე უკვე ხმაური რა არის, ხო? ტყეში რომ აი რო ცხოვრობ, პირველყოფილი ტიპი ხარ, შენს გუნდთან ერთად მიდიხარ და ეს მოგინდა ტუალეტში და გადახვედი ბუჩქში, გადაუხვიე და იქ ფაჩუნი გესმის რა. всё, ეგრევე თან იმიტომ რომ მაგას ეგრევე ლეოპარდია რა. ან ვიღაცა რომელიც ტრაკზე გიკბენს მაგ თავარი შიში რა იყო რომ რაღაცას არ შეეჭამე ხო? არაფერი, სიკვდილის შიში. სიკვდილის ყველაზე გამძაფრებული მაგდოს სიკვდილის შიში. ეხა სახდე რომ გადიხე სიკვდილის ხوار. თუ თანდაყოლილია სიმაღლის შიში, ბავშვებს რატო არ აქვს? მაღალ ადგილზე თუ დააჩინე ის ბავშვი. ანუ რაღაც პერიოდის მერე მე მგონია რომ მან სიმძაფრის თემა არის. აქვს, მაგრამ შემოყალიბებასთან მაგალითად მე სიმაღლის არ მეშინია თუ საყრდენი მაქვს, თუ საყრდენი არა მაქვს, მაშინ ეგრევე ბურძგლავს. ხო, მეც ბარიერი თუ არ არის, მაგრამ მეშინა სახურავზე შეურებია. აი მაგალითად ხო წეღან ვამბობდი ზუსტად მანქანაში ვსაუბრობდით და თვითფრინავში სიმაღლის შიში არა მაქვს რა, რაცული ტიპი ვარო. და სიტყვაზე იმიდან აივნიდან ხანდახან რო ვიყურები არ მაქვს ისეთი დაცული. მე მაგ ძალიან ხშირად ეგეთ სიზმრები რა, აი ამ ხელას, აი გიდის ხელას სახურავზე ვდგავარ, უმაღლა ძალიან მაღალზე, ღრუბლები. და ქვემოთ როდესაც გაგინები. და ეგრევე ვწვევი რა, აი ამაზე და მე ხტები ხოლმე. იქნებ დისკომფორტს მიტნის. ვიცი ეგ სიზმარი. შენ ცოტა ახლოს მოდი, თორე შენი სიცივე მეგდექსისები ხტებოდი. რისთვის ხარ თუ არ იცინე? ესე იგი კრიტიკულად მიუდექი ჩვენ თავს, რომ ჩვენ ვერ ესე იგი ვერ ვარ ადამიანი გავაცინე. რატო არ იცინი ხარ რა არის? არა, უბრალოდ იყო რომ ახლოს მოდი. მეტი არაფერი. ვიზუალური კონტაქტი რო გაჩნდეს. სახეზე ვართ სასაცილო. სახეები გვაქვს სასაცილო. მაგრამ ჯგანაობთ და მაგაზე გადაც. ხო და ნახე რა უნდა მეკითხა შენ ხო თქვი სიკვდილის შიში არის რა ყველა შიში. მე მაგრამ მეშინია ღამურის. აი ის დეცა ღამურაც ეგ არის რა, რომ რაღაც ოღონდ ნახე შიში გაქვს ჩვეულებრივ გააზრებული მაგრამ ვერაფერს ვერ მიზამს. ანუ ჩვენთან არ არიან ის ღამურები თმაში რო ჯდებიან და სისხლს წოვენ. რა წერებით და ფოთლები რაღაც ბანძობებით იკვებიან. რა საყაროს გირი. აა პაწაწუნები არის. ხო, მაგრამ აი როგორ მეშინი, იცი? აი ძალიან მეშინი რა. ფობია ჩვეულებრივ. ხო, ანუ სიკვდილის შიში ხო არ არის ეგ. ყველაფერი ეგ ფობიები მიდის სიკვდილის შიშამდე. მე ერთმანეთს ხალხს
რაღაცა არსებობს რაღაცა გენეტიკური მეხსიერება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს, შეიძლება რაღაც ბავშვობაში მიღებული რაღაც არა ზუსტად მეცის მერე ვარ ეგრე ბავშვობიდან ბავშვობის გამეცა გამურა და მე ვერ გამყრე ანზე გამეცა და ფართხალებ და ვერ შეძენილი შიშე ძაღლების რო ეშინიათ ეგეც რო შეძენილი დაჭრილი არწივი დაჭრილი ღამურა რახმას უშვებდა თან ხო ზღრობ ტრიპინებს რაღაცნაირად ხო მოკლედ ეგ არის მაქედან მოდი შენი მიგიყო კონტაქტი ზოოპარკში და ერთი რო შეეხები აღარ შეგეშინდა რას ხამურას თერაპიაც არის ეგეთი ხო გველების შიში რა მიხვიდა ბავშვობაში მოკიდებ ხელს და აღარ შეგეშინდებ სამხრეთ აფრიკაში დაიჭირეს ტიპი დააპატიმრეს ტიპი რომელსაც ძაღლი ყავდა ისე გაწვრთნილი რომ ამის კართან ვიღაც რომ მივიდა და მეზობელია კინძი მიმაკლა ორი თავი ხალხი ხوار გაქვს სად ბრაზილიაში სამხრეთ აფრიკაში ეს ძაღლი აგურს ანუ პირით იღებდა აგურს და ეგრევე თავში ესწროდა რა კართან მოსულ ტიპს ანუ კბენაზე ეთყობა საჩივრები შედიოდა და ასწავლა გადააკეთა ის როლა ოთხ ქვაცარი და ქვაც ეგ არის ტიპი მიხვდა რომ თვითონ რო კვენს თვითონ არის პასუხისმგებელი და ასე ჩამოვარდა ხო რა ჩამოვარდა მაგრამ მაინც დაიჭირეს ძმაო კი პასუხისმგებლობა საკაიფოდ არის და ხო ვერ არის და დაიჭირეს ნუ ეხა ეგ წვიანი ძარ არის რა მაგრამ ცდელობა დასაფასებელია უკვე მე გამიგია რაღაც გახმაურებული მკვლელობა იყო საქართველოში თანაც წელი და რაღაც არ მახსოვს და მაგრამ 1895 წელს აი იქ რო ავარია მოხდა მაშინ მოხდა ეკვლელობა მართლა რაღაც წლების განმავლობაში წვრთნიდა ტიპი პიტბულს რო ვიღაც მოეკლა და ეს უშუალოდ გამომძღოლი იყო რა ანუ ძაღლი გამეცა მიკვინა ერთ მაგაზე არ დაგიჭერს არა და მოკლა რა კაი გამოსავალი უყურე ხო არ ძაღლი დაუჭერიათ და ჰიჩკოკის კინო რო არის სი ერთმანეთის მსხვერპლებს რო ცვლიან ერთსაც უნდა ვიღაც მოკლავდა რა აღარ მის ზუსტად შინაარსი და აღმოაჩენს რომ ვიღაცა ტიპსაც მეორეს ან ცნობილ ჩოგბურთელთან მიდის რა რომ ცოლს მე დაგიბრიდაო შენ ცოლს შენ პროსტა ჩემი ჰიჩკოკის არის ჰიჩკოკის არის კი შენ ჩემი ძოლი დაბრიდეო შენ ჩემი ვიღაცა დაბრიდეო რა არ ძალიან გავს იდეალენის матч point აი მე მგონი მაქედან არის ეგ აღებული მაგა შინაარსი არის ზუსტად რა რომ ჰიჩკოკის ფილმიდან არის ჰიჩკოკის არ მაქვს ნანა ძალიან საინტერესო კინო სახელი არ მახსოვს მაგრამ ჰიჩკოკი ჩაწერე და არა მოთეთ და არა შავთეთ თეთრი ჰიჩკოკი ავან ლათინური შავ ტეტრი რა ხირს იქ აი შენ ლოგიკური შოუებთან და რაღაც საინტერესო პროექტებთან განსაკუთრებით საქართველოში ძალიან ჩამივლია ჭიდრო შეხება გაქვს ქონია და გაქვს და მინდა ერთ მეგა პროექტ შევეხო რომელიც დაგმოგვარ იცი ჩვენ გიждდებით ამ პროექტზე არ ტოვებთ არ წერდები ისიც ოღონდ მარტო ქარდების ყურება მიყვარს თლიანს ვერ ხო თლიანებს ვერ არა თლიანი არ მინახავს გულწრფელად რო გითხრათ მაგრამ ესე ვიცი რა ჯოჯოხეთში მგონია რომ ეს გადაცემა იქნება ყველა არხზე ეს გადაცემა გასაგებია ვინ არის ფრინავი პანტერა და ვიღაცა გაუ ძალიან ცინიკური სახელი ქვია ვინ არის იმენა ლუსტრაცია არის სადაც აი სადაც ტიპები მოყავთ და აი ნახე აი ეს არის ეგრე ურჩევენ ძალიან მაჟივია მე მგონია რომ იგრუზები ამ ძალიან საპროდიუსერი ჯგუფი ამ ადამიანებს ვინც მონაწილეობს ძალიან ცინიკურად დასცინეს ამათ დასცინიან ეს ყველას დაცინია ზოგადად ირგული მე მგონია რომ ესე გამოდის მათ და უნებურად შეიძლება გაუაზრებლად მაგრამ ვინ არის ისეთი მაგარი სახელია მხილებაა ფაქტიურად აი ეს ვინ არის თეთრი ტრაკი შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდება გამონათქვა აბანოა წაგაია გამარჯვებული ვინ გამოვლინდა ესე იგი ჩვენ აქამდე ერთი ადამიანი განვიხილეთ პუპი პუპი პერსონაჟი რა არის პერსონაჟი ვერ გავიგეთ მაგრამ პუპის კოსტუმი ერთ საკმაოდ საყვარელ ადამიანს ეცვა და გამარჯვებული გამოვლინდა ხო და ამ გამარჯვებულს ჩვენ ვერ გამოვტოვებდით ეს მეგა შოუ ეს სიგიჟე მუხზე გადაიმყრია მუხზე წელს ქვეშ ამოიდო თუ იღლიაში ამოიდო ამ ტიპის სახელი არ მახსოვს მაგრამ ბაღაშვილი აი აქ წერია ნახე წერია თურმე წერია გია ბაღაშვილმა მოიგო და აღნიშნა რომ კენგურუ ხო გია ბაღაშვილი ბაითი თამაშდება და გახვიდოდი ისე ჩემ აი პრაიმ ჰაუსში ხო ბაითი თამაშდება რა არის აი ძალიან სერიოზული კომენტარი მინდა გავაკეთო რა ვიცნობ ამ ადამიანს რა საკმაოდ ნორმალურად კენგურიანი კაცი არა გია ბაღაშვილად მამაშვილი ბაღაშვილის შვილად ვიცნობ და
აქედან ერთადერთი რაც მაქვს ამას რო ვუყურებ, სათქმე, ნუ ძალიან გულდასაწყვეტია. ჭკვიანი კაცია რა, კალათბურთი მაგრა ევასება, ფეხბურთი ევასება, განათლებული ტიპია, მუსიკალურად განათლებული ტიპია, კარგი კომპოზიტორია, კარგი შემსრულებელია, კარგი მენეჯერი იყო თავის დროზე. იუმორინას ეხუმრები შენ, მაგრამ დღეს კი ასე საკმაოდ მარტივი გზით ფულის შოუმას სცოდნა მენეჯმენტის უნარებია, მაგრამ ну აი არ ვიცი რა ღირებულები ჭკალაზე როგორ შეიძლება ესე დაცურდე კენგურუნდე იუმორინა და კენგურუნდე ერთი ნახტომია ჩემო ბუგა. ჩამთოსამდე როგორ შეიძლება იუმორინას დაინძრა და კენგურუ გაიჩინა. არა იუმორინას პრომო აქციასავით არის რა ეთქო ეპელა ხო რა ჯერ ხო ის არის. ჭუპრიდან გაიქუჩნა რა. რა. ხო არ ვიცი, საოცარი შოუა და იმით შემდეგ სეზონს მალე დაიწყება რა. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ამ შოუს. მეგა შოუა და არ ვიცი რა, ეხლაც ბურთულობს რა. 5 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაკარგული იყო ვირი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით კახეთისთვის არ არის უცხოელი. ვირი თურმე ყოფილა ასევე ჩრდილოეთ კალიფორნიაში და 5 წელი ეძებდნენ ამ ვირს. ოჯახურზავადებას გაიქცა ალბათ ეს ვირი. და აღმოაჩინეს რომ აშკარა ძვირფასი იყო ოჯახისთვის წელი რომ ვირს ეძებს და აღმოაჩინეს რომ ირმებთან ერთად ცხოვრობდა. რა საყვარელია ბიჭო. და ნუ ისე იქცეოდა როგორც ის ირმები, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ რა ერთად. ირმებს შეუერთდა და ჩვენთან რატო ერთი ანეკდოტი გამახსენდა ამ ამბავზე ხა ეს კენგურუზე ხვირზე იყო. ვირზე ირმებთან მამა ბაღაშვილი გაიგერა. მამა ბაღაშვილი ყوارი იყო ეს ვირი. გადაცმული. თემატურად კი მიუსები ისე გაიქცა ქვეყნიდან მირის ფორმით მოხია. ელში ამოვიდა მოგიტყვა. კაი, ხო და ერთი ანეკდოტი გამახსენდა რა ძალიან პახმელიაზე მყოფი ჭიანჭველა წევს თვაზე რა ნება და უცებ ბორბის ირმების ჯობი და გადაახტებიან ამ ხას ბუღი და აი გაირბენენ ჩაიქროლებენ და რა ვართ ეს მხეცე ეგეთი არის ეს. აი ვირი ეგეთ პონჩია რა გაქანდება იმათთან ერთად და მაგარი ერექცია აქვს ირმებთან. ხო, შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი ქონდა და შველი არა ამბიციური ვირია სადღაც ალბათ ისი გენჯერის ოპერაცია ჯერ არ იქნებოდა. ცხოველებში ვირებში არ დაუწყია. იმდენად ამბიციურია რომ აშკარად ოჯახში სადაც იყო იქაც უყარდა 5 წელი რადგან ეძებდნენ და ესე იგი იმსახურებდა ეს ტიპი რაღაც შეიძლება ჯერ იქ ჩალიჩობდა ადამიანი და დაქრეული ჯერ იქ ჩალიჩა ოჯახში ადამიანობა არ გამოუვიდა. ო ადამიანობა ვერ გაგაჩა მაგრამ ირმებთან ირმებში? ერთად ირმება მიიღეს რა. დაჭრილი ირმების ჯოგთან ერთად რომ მივაწყდა ამაზად დაფარფლატებდა იქ. მაგრამ დიდებული. მე მიყვარს ცხოველებზე მიყვარს მე ყველაზე მეტად ნიუსები. მეც ცხოველებზე და ობიახლები საერთოდ მიყვარს დიდებული სახელიც არის და მინდა რომ გავაგრძელოთ ცოტა ხანს კიდე ჩვენი ობიახლები. ხო არ მოიწყია. არა ხო კაია. ძალიან ჯერსაც გადასარევი ობიახლებია ჩვენი ახლები მოგეახლები ეს უნდა გავაჟღერო. გააჟღერე ხოლმე ბეისი. ერთხელ ობიახლები მოგეახლები. და გავიგოთ კოალას შესახებ. გავიგოთ კოალას შესახებ. ეს სხვა შორის ჩვენ ბუნკერს ბავშვებს რო აყურებდნენ ადამიანებმა. აი ფლორა. მე მაგიტომ მქონდა ეს ეროვნული რუბრიკა რომ ბავშვი აშკარად შემეცნებითი გადაცემა ჯერჯერობით მაგ გზას ვადგავარ ხო საგანმანათლებლო შემეცნებითი ეგ იყო ჩვენი აზრი საერთოდ რომ მოდი რაღაცა სულიერი ამაღლების ჩვენც ვისწავლოთ და სხვებსაც გაუზიაროთ. მე მაინც უფრო ნაგური ისენი მაგ წარმოდგენები ჩვენი გადაცემის განვითარების, მაგრამ ამაზეც არ ვიძახი. უარს. ხო, კაი, მოდი კოალაზე დიდხანს არ გავჩვენოთ და რაღაც საჩინელებები გაკეთე. კოალები ამოიყვანო იქიდან. ბუნკერი ეგრევე ის არის ქვეცნობიერის ალეგორია, ეგრე კი არ არის. ეს ყველაფერი ნებისმიერ რაც ხდება ხო ჩვენს ბუნკერში ილეკება რა. ილეკება ჩვენს ის რო არის recycle bin-ში. მე მეგონა რომ ვერავინ ვერ მიხვდებოდა ბუნკერი რატო ქვია და ეგრევე მიხვდა. პირველივე სტუმარი მიხვდა რატო ქვია აქაურობას ბუნკერი. ხო და იმ ბუნკერიდან უნდა ამოვიღოთ რაღაცები აშკარად გულწრფელობაზე და თუ გამოიჭერს სტუმარს რაღაც კომპლექსებზე რაღაცა
პროჭობანას თამაშზე, მე უკვე მე შედგებით თლა გაიშლება. კარგი რაკურსი. ნახოთ, არავის არ ვერიდებით. აი კარგი გაშლა იყო ნამდვილად, მადლობა. კი. ხო, შენთან აი ობიახლები გავიაროთ და შენთან გვაქვს შეკითხვები ჩვენ. ეგრეც არა. კოალები, როდესაც პარტნიორს ვერ პოულობენ. როგორ როდესაც კოალა ვერ პოულობს პარტნიორს. ხო, აი გაიგვიძა დილას და უნდა რომ პარტნიორი მოძებნოს და ვერ პოულობს. ხესე ბრუნდება და იძინება. აი, ეს კაი ყველაფერზე კაცი, ეგრე კაი. შეება. ეშინია იძინებს. დედავი თუ შია მამა? იძინებს. მამა. ყურია იძინებს. ანუ ეძინება? ეძინება არა იღებს. საყვარელია. ანუ ყველაფერი ხო და ეს ხო არის რეალურად გაქცევა და ადამიანებიც ხო ძალიან ბევრი ადამიანი ვაკეთებთ ამას. ბიჭო, ეგ არის დეპრესიის რაღაცას ფორმა. ვერ ვაგვარებ, ვიძინებ. ძალიან მძიმე დეპრესიის ფორმა არის ძილი. შია ვიძინებ, დიეტაზე ვარ, შია ეგ სიღარიბე. ვიძინებ. არა, შეჩერა დიეტაზე ვარ. შია ვიძინებ, რომ ღამე არ ვჭამო. უძილობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, ყველაზე გავრცელებული არის, რომ ღამე გვიძავს და დღისით გძინავს. ზუსტად აქტივობას გაურბიხარ იმ სოციალურ ხო და ეგ რაღაც დეპრესიის გამაღიზიანებლებს და დამალოა რა. იმაში ღამე მარტო ხარ, შენთვის ხარ და გარემო გამაღიზიანებლები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეგ ერთ-ერთი ავჭე მე ძლივს დავარებული რე. ძალიან ადამიანური ძალიან ადამიანურია ხო. მე რაც ვაკვირდები, ცხოველები რაღაც ძალიან ადამიანურები. ხო, ადამიანებს რა. ან ჩვენ მსგავსებით მე პირიქით გონია ეგ ადამიანზე რო იძახიან ცხოველიაო, ცხოველების შეურაცხყოფა არის. მე ეგრე ადამიანი, ხო. დიდი შანსი. ცხოველივით იქცევაო, ან ცხოველებს აყენებს შეურაცხყოფას რა. კი ბატონო. მე ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ძაღლებს. მე მაინც არ დაგეთანხმები რა. მაინც ის არის? შუბლის წილი იმდენად განვითარებული გვაქვს ჩვენ რომ ადამიანი არის შუბლის წილი. დანარჩენი ამიგდალა ეს ასე ვთქვათ ჩვენს იმებში, ინსტინქტებში და გენეტიკური რაც გვაქვს რეფლექსები და ისინი ეგ ხა მანდვართ ცხოველები. ანუ ქცევა რომელიც არ არის გამპირობებული გონებით და შუბლის ტვინის ცენზურა არა გავილი და კორექტირება, ეგ არის ცხოველური ქცევის და მაგას გულისხმობენ მაგას გულისხმობენ რა. ხო რა. გასაგები. ძაღლი რო პატრონს ვერ ცნობს, ადამიანი რო პატრონს ვერ ცნობს, მაშინ იქცევა ცხოველი. ცხოველივით, გასაგები. კიდევ ერთი მოულოდნელი ობიახლი გვაქვს. ხო. ძალიან მოულოდნელია. კი, ძალიან მოულოდნელი. ხო, შენ აი თორე რო არ დაგენახა რას ვინ წარმოიდგენდა? რამხელა სიურპრიზი იქნებოდა. რამხელა სიხარული მოაყვა და მე ის ფოტოც მინდა რა, ამის გვერდზე ამოვანათ ორნი რო. ხო, ანუ მაქიდან გამომდინარე ბიჭო შეიძლება ვინ არის პროდიუსერი მაგაგეგმა ეგ უეჭვე, აი ეგ უნდა მეთქვა მეც რა, ერთი და იგივე ხელწერა არის რა. შეიძლება რა, ხო. სადღაც მომავალში რომ მიდიან. ხო, ვაი, სადღაც ჩვენი ნათელი მომავლისკენ რომ მიდის. არც ისე ნათელისკენ ფოტოში. ხო, და რაღაც მოღრუბლში და კაკაფუხილში მიდიან. გაურკვევლობაში მიდიან. საწყლე. და ასეთი მოულოდნელი ობიახლი გვაქვს, რომ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად ქართული ოცნება წარადგენს კახა კალაძეს. მე ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ არ ველოდებოდი არც. ხო, მაგრამ მეც მართლა მოულოდნელი იყო. მოულოდნელობებით არის ახსავსე ბოლო 13 წელია ჩვენი ცხოვრება. მე აქაც გია ბაღაშვილი ვარ. შეიძლება გადაცმულია შეჩება და შიგნით სხვა როჟაა. კაცმა არის. ყველაფერია მოსავალი სინამდვილეში. ვერ შეიძლება გაიხადოს მე. იმდენად დრამატულ სიტუაციაში ვარ, ხუმრობაც კი ძნელი გახდა ამ თემაზე რა. მე მარტო რაღაცა მე ეგრევე, ანუ რაღაც შეიძლება 30 წამი იღადაო და მე ეგრევე რაღაცა გუნველი ხო. გუნვა მოდის, ნაგვიდან მოდის პირდაპირ. და მალევე გადავიდა. მე მინდა რომ ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი ობიახლები. ბოლო ობიახლი. არ ვიცი, მინდა რომ ძალიან გახარებული იყო დღეს და ისე შევარჩიეთ რა ობიახლებს. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე ხო არ ყოფილი ხარ? არა, არ ყოფილი. ეხლა გაქშანს ის თუ გამოტოვე. როგორ მინდა რომ მაგემოციების ანაზღაურების რეალური ალტერნატივა. 29 ივლისს უკვე იყო, ეგეც გამოტოვე. გუშინ წინ გამომიტოვებია ეგ. აი ამიტომ ობიახლები. აჰა, იმიტომ რომ არც ცლაც სიახლე არა. კასპში მაყურებლის წინაშე მასტერი წარდგა. მასტერი არა. ვიცოდი ეს ნიუსი სხვათა შორის. ხო, ვიცოდი. ვარიყავი. პროსტა ბილეთები რომ იჩანიჭა. სიმართლე გითხრათ, მაქსიმალურად შევეცადე რომ კასპში არ აღმოჩენილიყავი რამენაირად. იქ ხო საშიშია. როგორც ინფრასტრუქტურა ყავის კასპში. მით უმეტეს როცა მასტერი ცემენტს მიაკი გამოვიდა. ხო, არ კიდე რას მიაკ.
არ ვიცი, ესეც ძალიან სევდიანი გარემოებების გამოხატულება. დაუგრუზეთ ირაკლი. არა, უცებ მომაბრუნდა კოალას ძიუშიანიზმიდან მომაბრუნდა რეალობაში. გენგსტერს პერედაისში გადავედით. და სანამ წარე რეალობაში ვართ, მაშინ ეხლა უნდა შემოგთავაზო ჩვენი საპარელი რუბრიკა, ცივი რუბრიკა, ერთი საინტერესო მკვდარი. ამ კვირის ერთი საინტერესო მკვდარია სახელი დამოვიწყდა. ჰალკ ჰოგანი. ამ კვირის ერთი საინტერესო მკვდარია ჰალკ ჰოგანი, დიდებული პიროვნება, რომელიც უეცრად გარდაიცვალა. ის არის იყო რესლერი იყო, ხო? დადგმული რესლერი. დადგმული რესლერი იყო, მსახიობი. ცოტა მსახიობი იყო, მსახიობი. ვინ არის დაბლოკეს და ყბები მოტეხა ორ წამყვანს. და ამბობენ რომ ინერვიულა და ნერვიულობისგან გარდაიცვალა. ეგეთი ნიუსიც გავრცელდა. შეიძლება ზედმეტი სტერეოტიპის ბრალიც. ერთ ნამდვილ ნიუს თუ სპაშოს კაი ასაკიანი 76-ის გარდაიცვალა. ხო, დიდი. რა. ფილმში მე რასაც დავიკითხე რომ ცხოვრების ბოლო წლებში რაღაცა ძალიან სულიერებაში იყო. ამერიკაში იყო ერთ-ერთი დიდი სტარი, რეალურად. კი, იყო. თან აი 70-იანი წლებიდან რო პოპულარული ტიპია თუ ერთ-ერთი პირველი პოპულარული რესლერია მე როგორც ვიცი. ხო და ეს სუპერსტარი რო გახდა რა. ხო და ჰოგანი პირველად კინოში თამაშობს და კინოში თამაშობს და ტრეშ პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1982 იაფასიანი წელს ბოევიკების ტიპი. ფილმში როკი 3. აი როკიშიც არის. ხო, სტალონემ აღმოაჩინა, მოკლედ ეს პიროვნება და მიიწვია როლზე სათამაშოდ და აქედან და მერე გახდა საშუალება რომ ჰოლივუდში რაღაცა კარიერა აეწყო და სახელი, რეალური სახელი არ არის ეს ჰალკ ჰოგანი. ეს სცენის სახელი ეს. ხო რა, ამ ჰალკიდან გამომდინარე, კუნთებიდან გამომდინარე, ეგეთი ფსევდონიმი შეერჩიეს. მუსიკოსი იყო რაც პერიოდი კარიერის დაწყებამდე. მუსიკით დაიწყო კარიერა 1970-იან წლებში ბასისტად უკრავდა როკ ჯგუფში. ფლორიდაში საკმაოდ პოპულარული ადგილობრივი ბენდი იყო. ბიჭო, საინტერესო ბიოგრაფიული ფილმი გამოაწეს. იცი ვინ თამაშობს? ხოლო ამერიკელი არ არის, აქვს ირლანდიური, ფრანგული, პანამური და იტალიური ფესვები. გადას ცოტა მეგრელიც იქნება. სპაშოს ნიკი რუკი რო თამაშობს ფილმი არის რესლერზე. აიქ იყო ლაპარაკი რომ ეს იყო რაღაცა როლ მოდელი, პროტოტიპი იმ პერსონაჟის. შეიძლება, ხო და ეხა ნამდვილ ფილმს იღებენ ის თამაშობს თორი რა. კრის ჰემსვორტი განასახიერებს მაგას და კაი იქნება წესი. მე მგონი კაი რეჟისორია დამაუწყდა ვინ ეს. ესე იგი ეს მუსიკალური კარიერის გაგრძელება როგორც ჩანს მეც უნდოდა და თვითონ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ბასისტის პოზიციაზე დაუკავშირდა მეტალიკას, მეტალიკას, მასტერა მაშინ შეჩემა ვაფშე სად იყო, არ იყო ვაფშე. და უარი უთხრეს, მოკლედ უნდოდა რომ მეტალიკაში დაიკრა ბასისტად ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა ეგ ამბავი. ეს არ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ შეიძლება ხალხმა იცოდეს, მას არასდროს უთამაშია WrestleMania 23-ზე. არაფერს არ ნიშნავს, ეს ამოიბუკა თქვი რომ ამოიჭრება. ეს ამოუჭრათ. არა, მაგას ისიზაფეს. მე ჩვეულებრივ ვიზახი, ამოუჭრათ. ეს ამოიჭრა. ჰალკ ჰოგანის ქამბრის ზომა არის ნაცი რაღა არის. მოდი გავაჩნევინოთ ეხლა ჰალკს, იმიტომ რომ ამდენად არავინ არ იცნობს ამ ადამიანს საქართველოში ვაფშე. და ჰოგანი რეალურად არ ატარებდა ეს კიდევ თქვი, მოკლედ რაღაცა ერთ. არ ატარებდა რაღაც დაავადებებს. მხოლოდ მალარია. ერი ჯიმ ბოილი იყო მისი ნამდვილი სახელი და გვარი. ერი ჯიმი ბოილი? ხო. ესეთი ხანმოკლე აღმოჩნდა სამწუხაროდ დღევანდელი ცივი რუბრიკა. არავის საინტერესო არ მომკვდა რა ამ კვირაში. ხო, ვინ ჩვენით მოკლათ ვინმე რა. ცოტა ხანში მე მგონი მაგაზე გავა. თუფაკზე კაი იყო. თუფაკზე თან პატარა ბლიცი ჰქონდა და ბოლოს ერთმანეთს დაიჯახნენ პანჩო და თუფაკი. და თუფაკმა მოიგო. თუფაკმა გაიმარჯვა. ეს იყო ყველასთვის საყვარელი რუბრიკა, ცივი რუბრიკა, ერთი საინტერესო მკვდარი და ამ კვირის ტოპ 1 საინტერესო მკვდარი იყო პირველზე გავიდა ჰალკ ჰოგანი. ამ კვირაში ჰალკ ჰოგანმა მოიგო მკვდრის საუკეთესო მკვდრის საინტერესო მკვდრის როლი. კი ბატონო. ხო, ესე იგი, ეხლა აქ ამ ყველაფრიდან მე რო პერანგზე მაქვს ასახული ჩვენი საკონდიტრო მიღწევები ამ დაწესებულების ეს ამოუჭრით არ უნდა შეგვემჩნია ამას რო ამოჭრით ძუძუებს გამომჭრით ზუზუებზე რამეს მიგობრა. აი მაინტერესებს, უკა დღეს გვექნება ეროვნული რუბრიკა. არა, დღეს არ გვექნება. თქვი დამპლებო. და ეხლა მივადექით სამაფეთქეს. ჩემში რაკეტა მომხდა. ჩემთვის ყველაზე გემრიელ მომენტს
ჩვენი ეპიზოდის. რომელი ყველაზე მე ვიცი რომ ბიჭებსაც აქვს რაღაცები მომზადებული შეკითხვები და მინდა რომ რაღაც შეკითხვები ეხლა ნელ-ნელა ოდნავ ძალიან ცოტა ხნით რაღაცა მაგალითად TikTok-ზე დავდე ვიდეო ვითომ ის გვაქვს რა ინტერვიუ მაგ ირაკლი საღინაძე გვეყოლება სტუმრად თქო და რა დაუსვა და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე კი არა და ეგრევე გასკდა პირველ ადგილზე კითხვების იყო რომ გაგრძელდება თუ არა ოდესმე ჩემი ცოლის დაქალება TikTok-ზე ვერ ვიტყვი რომ პირადად ხო რატომ გაცრო რავი ეგრევე ვუპასუხებ ხალხს რომ დიდი იმედი მაქვს რა ანუ არ არის საბოლოოდ გადასული არა შემოქმედებითი წვა არის რა თქმა უნდა ცეცხლი გუშიანთია მაგრამ ამ თეორიულ ცეცხლს სჭირდება მატერიალიზაცია და როცა შეშა იქნება შეშა თორე ისე ქეთის მზად ექნება ხო უკვე არა მზადესი არა იდეები არის ბევრი რაღაცა მოფიქრებულია ვიცით საით უნდა წასულიყო სერიალი არ ვაპირებთ გაჩერებას მაგრამ არა აი ხა ხო თქვი ვიცით საით უნდა წასულიყო აი ხა გაიხსენე როგორ გადაწყვიტეთ საერთოდ რამდენი წლის წინ რო დაგეწყოთ 15-16 მე-13 წელი დაიწყო 12 წელი ეთერში იყო პირველად რომ მოვიფიქრეთ რა ყოფილიყო 3 სეზონი მქონდა ჩაფიქრებული 19-ზე ვარ პირველ სერიას ერთად მე და მცომი ჩემთან ვუყურეთ ერთად მახსოვს მეც მახსოვს პირველი სერია რომ მეგობრებთან ერთად ვუყურე სადაც ზაფხულში გამოვიდა ხო თუ შემოგვიდგა ის სექტემბერი ოქტომბერი მეც მეგობრებთან ერთად ვუყურე ძალიან გაგული ბევრი ვიცით ეგრევე კი არა ძალიან გაიყო იყო და იმედია თქმა უნდა გაგრძელდება რა მეც დიდი იმედი იმენა საჭირო სერიალია ოღონდ აი ჩემთვის ჩემი ცოლის და ქალები იყოფა რაღაც სეზონები ძალიან მომწონდა კი არა მიყვარდა რაღაც სეზონები უკვე იმიტომ უყურებდი რომ მიჩვეული ვიყავი და აი რაღაცა ხოხტები გაგიჩნდება უკვე მაგიტომ რომ უყურებდი მე თითქოს ეს ალღებად იყო რა თითქოს რა რაღაცა უფრო ექშენი მეგეთქვი რა კეისარს ღმერთისა რა ხან რა ან მან თქო თემატიკი შენთვის არ იყო ის თემატიკა ხო რა თქმა უნდა ხარისხი არასდროს არა ხარისხი არასდროს არა რა თქმა უნდა ის იყო რა როცა აკეთებ ესეთ პროექტს აი ესეთ გლობალურს რა და მით უმეტეს დროში რომ ამდენი ხანი მიმდინარეობს ხვდები თემები რომლის გარშემოც მუშაობ просто სასრულია. ხო. ამიტომ უნდა მოიფიქრო ვარიად თან ზოგადად ახალი პერსონაჟები ზოგადად დრამატურგიული თარგი ჯერ კიდე ოდესღაც ანტიკურ ხანაში ანტიკურმა წერლებმა და დრამატურგებმა დათვალეს რა 51-ზე მეტი არ არის ამწუხაროდ ანუ სიტუაცია არსებობს დრამატურგიული თარგი არსებობს მხოლოდ 51 ცალი დანარჩენი ყველაფერი არის ვარიაცია ანუ შენ ახალს ვერაფერს ვერ მოიფიქრებ ვერ გახვალ სამყაროს როგორ შეიძლება აღწერო სამყარო აი 51 თარგის იქით ნუ ბევრნაირი არსებობს რა ну ბევრნაირი რა ეს 51 სიბოლური რიცხვია სიტუაცია ახალი პერსონაჟები გამო და ჩააგდო იგივე სიტუაციაში ეგეც ხო უკვე ახალი გაქრა ახდენ რაღაცა გარემოების სიმულაციას რომელშიც ახვედრება მაგას სხვათა შორის ქვია fish without water ანუ როდესაც პერსონაჟი ხდება მისთვის არა ბუნებრივ გარემოში ხო სადაც შოკია მისთვისაც გარემო და გამაყურებლის შოკია ამურებელია აი ბევრი ის არის რა იმიდან დაწყებული მაგალითად წარსულიდან რომ ვიღაცა გადმოდის თანამედროვეობაში ანუ სხვა პლანეტელი იციან ალფი რომ ჩამოდის ანუ როცა ორმხრივი შოკიო რა გაგახსნა მაგარი როგორ მიყვარდა ხო რა მაგარი იყო ვა რა გაგახსენდა ხო და ანუ სადაც მიმყავდა რა ეგ მსჯელობა შეკითხვამდე მიმყავდა რეალურად ბევრისგან მოკლედ გამიგია, ბევრს უთქვამს და მე თვითონაც რაღაცები დამიმყავებია, რომ ჯერ მომხდარა თქვა ჩეცოდში და მე რეალურადაც მომხდარა. ნუ ეხ სიმფსონებზე ხო ძალიან გაბაზრებული ამბავია რა და მინდა ჯერ ჩეცოდზე მითხრა ეგ როგორ ხდებოდა და მე ზოგადად მითხარი აი რა ფენომენი. არა მან და სიმფსონებზე ვიღაცები ტიპები ხო იცი იძახიან რომ დროში მოგზაურები არის. მაგრამ რეალურად როგორი რაღაცაა, იცი, არანაირი წინასწარმეტყველება არ არის. ეხლა წინასწარმეტყველება იქნება მე რო გითხრა, რომ სოსის რო შააგდებ წყალში 7 წუთი ხარშვა ჭირდება და მე ამზად. ანუ ეს ხო ვიცით. ხო, პრაქტიკული ცოდნა. ეს არის
თუ ადამიანი აკვირდები მოცემულობებს შენს გარშემო რა ხდება, რაღაც ლოგიკური სად შეიძლება მივიდეთ ამის არათუ წინასწარმეტყველებაა ეს არის ჩვეულებრივი პროგნოზი. მაგარი წერალი, ანუ მაგარი სცენარისტი ეგეთ რაღაცებს. რა თქმა უნდა, ეხლა სიმფსონებზე სცენარისტის და მწერალის მთელი ღირსება მდგომარეობს და ხარისხი მდგომარეობს იმაში, რომ როცა ის ახერხებს დაინახოს ბევრი დეტალი და წვრილმანი, ტენდენციები, განწყობები, ამ განწყობათა და ტენდენციათა კვეთის შედეგად მიღებული რა პარადოქსი შეიძლება მივიღოთ, ან რა ბედნიერება თუ უბედურება და ასე შემდეგ. ეგრეა რა. ამ სტრუქტურას როგორც სცენარის აწყობისას ქმნი სამყაროს, მიკროსამყაროს ჩვეულებრივად ეს არის ამ გარე სამყაროს, ჩვენი სამყაროს, ჩვენი ეგზისტენციის ანალიზის შედეგი საბოლოო ჯამში რა და ეგ არის რა მანდ ხა ეგ არის ქეთის ნიჭიერებაზე რა და ამის მერე ბუნებრივად გაცოცხლება როცა იგონებს სიტუაციას და ამის რეალიზებას ახდენ უკვე დიალოგებში ისე რომ ეს არ ქმნიდეს ხელოვნურობის შეცნობას და წინააღმდეგობას ქეთის ძალიან დიდ და მერე უკვე მსახიობები და რეჟისორი რომელმაც ამის ხორჩესმა უნდა გააკეთონ რა ყველა არის ჩოცოდო არის მართლა ძალიან მაგარი ობიექტურად ეხა თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ ძალიან გლობალური დიდი მოვლენა გახდა ამ ეპოქის საქართველოსთვის და მგონია რომ ის ჯერ კიდევ ერთი რომ აქვს რესურსი და შესაძლებლობა რომ კიდევ უთხრას მაყურებელს უამრავი რაღაც და პლუს გარდა ამისა ისტორიულ პერსპექტივაში მგონია რომ ეს რაღაცნაირად დიდ მოვლენად დარჩება და რაღაცეებს თავისუფლ ინსპირაციის წყარო გახდება რომ რაღაცა დაიწეროს, რაღაცა გადაღებული იქნას და ასე შემდეგ. იცი რა მაინტერესებს? ეხლა გამიჩნდა ეგ შეკითხვა გისმენდი რა. გიფიქრია, ან თუ არ გიფიქრე, ეხლა რო დაფიქრდე მაგაზე. მაგალითად მე ბავშვობაში მახსოვს აი ერთი პერიოდი ხო იყო სერიალების ვიღებდით რა, რომლებიც საკმაოდ ხარისხის იყო დღემდე მაგალითად ხელზაღლე რო ვისაუბროთ დღემდე უამრავი ადამიანისთვის საყვარელი სერიალი არის. მე მახსოვს რომ ეს სერიალები ითარგმნებოდა ხოლმე და იყიდებოდა სხვა ქვეყანაში. და სადაც ნუ ნაკლები, თუმცა იქაც პოპულარობით სარგებლობდა. როგორ ფიქრობ? რუსეთში, ნუ რაღაც ეგეთ ქვეყნებში მახსოვს რომ იქ რუსეთში გაიყიდა ყავადალუდი რა იყო და ცხელი ძაღლი. ყავადალუდი არ მახსოვს, მაგრამ ცხელი ძაღლი გაიყიდა. ну აი ჩცდს იგივე გააკეთო. არა, იყო მოთხოვნა, მაგრამ რუსეთში არ გავა. რუსეთზე არ ვარ, ზოგადად ნებისმიერ ზოგადად რაღაც ძალიან ქართული პროდუქტი ამის შეკითხვა მინდა რა. სუდად ვიმუშავეთ ალბათ ჩვენ საპროდიუსერო ჯგუფმა, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვივარყოდა რა. ვაჭრობის მიმართულებით მაგ მხრივ სუდად ვიმუშავეთ და ზოგადად ეს ფრანჩაიზი ვერ შევქმენით ისეთი კარგი, რომ ვთქვათ, ყველა და ყველაფერი პარაზიტირებს ჩცდ-ზე და ჩვენს გარდა მილიონ ადამიანს აქვს ფული ნაკეთები. მაგ თემაზე ჩვენ ჩვეულებრივ პროდაქშენის იქით არ წავსულვართ და ეს ჩვენი ცუდი მენეჯმენტის ყოველ შემთხვევაში მაგ მიმართულების არ ცოდნა არის ალბათ რა. ნუ ვერ ავაწყვეთ ეგ თემა. იყო მოთხოვნა უკრაინიდან სომხებმა იყიდეს 2 სეზონის სცენარი, არა თვითონ სერიალი. იყო ესე უკრაინაში იყო დაინტერესება რომ საერთოდ იქ წავსულიყავით და ჩვენ დავხმარებოდით იმ მენეჯმენტის აწყობაში, იმიტომ რომ პროდაქშენი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, უპრეცედენტო ამდენ მასალას ერთ სრულმეტრაჟიან კინოს კვირაში ვერ იღებენ ადამიანები, სპეციფიური მისჭირდა. ანუ ჩვენ ცოტა აი ამ მიმართულებით კონცენტრირდით, რომ აი ამ გამოწვევებისთვის გვეპასუხა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, სუფთა ტექნიკურად, ორგანიზაციულად, თემატურად თემები ზოგადად, ანუ რას ვამბობ, რომ აი ეს 51 თარგი რო ვახსენე, ეგ არის ზოგადად საკაცობრიო. დანარჩენი უკვე არის ასე ვთქვათ, რითი შეკმაზავ, უკვე ის არის რა, ქართულ აჯიკას საუბრობ და უკვე ქართული გამოდის და. ნუ არის რაღაცა თემები, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის უცხოელისთვის გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ ისიც უკვე ადაპტაციის საკითხია რა, სცენარს როგორ და მოკლედ, ეგ ამბავი, რომ დაიწყო უკრაინელებთან ეგ იყო ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, რომელთანაც მოლაპარაკება გქონდა და მე უცებ წავიდნენ პოლიტიკაში და ეგ ამბავი გაჩერდა. არა, ომი არ დაიწყო. პოლიტიკაში წავიდნენ. ზელენსკი იყო ამ ამბავში. მოკლედ და მე იმათ სხვა გამოწვევები მიიღეს და ზელენსკის იცნობ პირადად? კი, ვიცნობ. მე რა შეიძლება ეხა ვერ გეტყვი, დიდი ხანი არ მქონია კონტაქტი, მაგრამ 2002 წელს 2 კვირის განმავლობაში ერთი 8 ბოთლი არაყი მექნება მასთან ერთად დალეო.
კაცები არ ვიყავით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გქონდა. ბევრჯერ შევხვედრი ვარ. ხო, ნუ საქმიდან გამომდინარე. არა საქმიდან, კავენს თამაშობდით, მეც კავენს თამაშობდი, ისიც და კიევის ლიგას თამაშობდით ჩვენ და იქ ქონდა ინტენსიური ურთიერთობა. სამჯერ შევხვდით მაგათ, ორჯერ კიევის ლიგაში და ერთხელ უმაღლესი. ეხა შეგიძლია დაგვაკავშირო და უმრად რომ მოიყოს. ზელენსკი რო ყავდეს. ზელენსკი რო ყავდეს ბუნკერში სტუმრად მოწვეული. ჩვენ ჩავიდეთ კიევში და ნახეთ ბუნკერში ჩავიდეთ. მაგარი ეპიზოდი იქნება. და კავენი ვითამაშოთ. ნახეთ ბუნკერში. მაზიანზე. ჭკვიანი ბიჭია სხვათა შორის, აი იმის გარდა რომ სცენაზე კარგი იყო, რეალურად განათლებული და ჭკვიანი ტიპი იყო, არ იყო უბრალოდ იქუნის კაპიტანი იყო, სცენარისტიც იყო. კარგი მენეჯერიც. ანუ მენეჯერული სკილებიც ჰქონდა. სხვაგანაც ლიდერული თვისებები. თვითონ იყო ნახევარი გუნდი იყო რა. ხო, არა, ხო, და ისეთი. და პლუს რაც ჰქონდა, იქ ბევრს რაღაცეები ეშლებოდა ხოლმე შიდა ურთიერთობებში და მიუხედავად საკმაოდ სხვებთან შედარებით ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა და არასდროს არაფერი არ შეშლია ადამიანურ საკითხში. არა, ეგ ძალიან დასაფასებელია. ხო, მოდი ისე ცოტა ხნით მე მაინტერესებს აი დაახლოებით ეხა ის პერსონაჟები როგორ ტიპაჟის ადამიანებსაც განაპირობებენ აი სამყარო პერსონაჟები. ნუ ვიღაცები იქნება იგივე ისეთი შენს გარემოსვაში, ვისაც თქვა სიტყვაზე ამოუცნია თავის თავი და აი რა ურთიერთობა მოყოლია რა. ო ბევრნაირი რამე ყოფილა რა. ვიღაცას დაურეკავს მაგალითად რაღაც პერსონაჟს, ქვია რაღაც სახელი, სიტყვაზე ნუნუ, ან მეზობელი რო ყავდა ჭორიკანა იმას. ნელი? კი არა, აღარ მახსოვს. არა, ნელი კი არა, მეზობელი ყავდათ იმას ბებია ბაბუას, ჯემალის და მანანა ბებოს მეზობელი. აი, ხო, ის მეზობელი რო ამოდიოდა ხოლმე, იმას დამავიწყდა სახელი ეხლა და ვიღაცამ დარეკა, რომ აი ამ ცუდ პერსონაჟს ჩემი სახელი რატო დაარქვით. ვიღაც ნაცამა რა, არ ამჩვენა. ეს ხო ნიშნავს, რომ იმან თავისთავი ამოიცნოს. არა, თავისთავი კი არ ამოიცნო. რამხელა ამბიცია აქვს. პერსონაჟს დაარქვით მისი რატო მომპარეთო, ხო? რატო მომიპარეთ. ვიღაცა პოლიტიკოსებისგანაც გქონია. ეს რაღაც ძალიან მგავს მე და რა უფრო აკეთე შედარებით აი ელიტარული ბომონდი და უფრო აი ეს არა, ნუ მაგაც სხვადასხვა ბიზნესის ეგ ანალოგიები უფრო მოწონდათ ვიდრე არ მოწონდათ. უფრო მოწონდათ, ხო? კი, მოწონდათ, იმიტომ რომ ის არის თავისთავად ისინი ცდილობენ რომ პაბლიკი იყვნენ რაღაცა აქტიურონ საზოგადოდ და როცა ასე ვთქვათ თუნდაც მათი პაროდირების შემთხვევაში, არა მარტო ის გაღიზიან და ჯანსაღი მიღება ეგა გაღიზიან და რა ქვია კაცო იმას ის რო არის. ანუ ღმერთის სახელით რო გვებლატავება ხოლმე. მირიამ ბარათეონი. მირიამ ბარათეონის ეგ იმენა ერთი ხო არა, ფელი საქმე რაშია რომ კრებითი სახე იყო, ფულიანი ბიზნესმენა ტიპები, რომლებიც ღმერთს და რაღაცა იმას ფსევდოპატრიოტულ პათეტიკას ამოფარებული რომ თავის იმას რა ქვია რაღაც თავის ფინანსებს რომ და თავის სეივს რომ მაგითი იქმნიან რა და ვითომ სიტყვა რო ეთქმით საზოგადოებაში. ისე წაიყვანე რომ ერთი თვე აიცილე რა. ნუ იქაც იგივეს მიპასუხებ ვიცი. ბაქარი მისი პროტოტიპია. ბიჭო, ბაქარი ნელ-ნელა ბიზნესის გახდა. ოღონდ ესე პირდაპირ არა, ეგეც ხო კრებითი სახეა რა. ვიღაცა გაუნათლებელი პროვინციალი, რომელსაც რაღაცა სკილები ჰქონდა და სადღაც ფულმა ტიპი შეჭამა მთლიანად და წაუშალა თავისი, ანუ ნამდვილი პირო, ნამდვილი ბაქარი, რომელიც გვიხარა თავიდან ადამიანური დრამაა ჩვეულებრივი. აი ამნეზია, აი ის ამნეზია რატო გავაკეთეთ, რომ ამნეზია რო ემართება, ხო? რომ აღარ იცის რომ მილიონერია. სხვანაირი ადამიანი ხდება რა. ხო. და მე ისევ უბრუნდება თავის და აი იმას სადაც გძნობდა თავს ძლიერად. ეგეც აი კონტროლის პულტის დათრევის ფონდი. ფული ხო პულტია რა. კი, ფული პულტია. აქ არის ფული. ბიძინა პულტად იყენებს ფულს. ფული პულტია, კი, ძალსაღად პულტია. არის თემონი. ხო და ანუ ის იყო რა. მეგარი ფული. პერსონაჟები რა თქმა უნდა არის რაღაცა მიკრომოდელი სამყაროსი და ესე კრებითი სახეებია რაღაცა თავისი თვისებები. აი ერთმნიშვნელოვნად ცუდი და ერთმნიშვნელოვნად კარგი პერსონაჟი არ გვყავს რა ყველას აქ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც გარემოებაში ვიღაცა ცუდად ამჟღავნებს თავს რაღაც პერსონაჟი როგორც წესი მოსაწყენია რა. არა ნუ ხიხი ბიძიები
შავები რო აწვიოთ და ცუდი კარგი ბიძიები და ბიძიები, კარგი თეთრები რო ბიძიები. აწვიოთ, მაგარი მოსაწყენი. აი ის არის. საბავშვო. აი წეღა რო ვახსენეთ ბანალური ხო. ბაევიკები, იაფასიანი იქ იქ ხდება და არის ინდუსტრიებში. კაი, კიდე ცუდი ერთი ტიპი რო გამოდის და მუსიკა რო ადოს. რა ცუდია, ეს არის ცუდი ბიძი. კიდე ერთი კარგი არასდროს არ იქნება ესეთი და შანსი არა. ტყვია შეკითხვა მაქვს. აბა იმენა ტყვია არის. ჩეცდში რამდენი წელი 13 თქვი ხო? მე 13 წელი. აი მთელი პროცესის განმავლობაში უამრავ რა ვიცი, არსებობს ვინმე საქართველოში ვის მსახიობი რომელსაც არ აქვს. მე შეჩემა ერთადერთი და მე და ბუკა აგე. მე ნაწყენი ვარ მაგას მე არ აი შეეცადა ერთული. ბავშვობიდან ვიცნობდა როლი. ნახე რამხელა რესურსი გვაქვს კიდე წინ. ხო, აგერ სამი კი. მე ძალიან დიდი სიამოვნებაა. ყველაზე დიდი ადამიანი ხავით კიდევაც კასტინგზე, ხო? თუ სხვა ჩვენ პირველი არხის რაღაცაზე ვიყავ. უზარ მაზარი რესურსი აღმოჩნდა აგერ უკვე რომ ანუ ახალი პერსონაჟები თავისუფლად შეგვიძლია. ყველაზე ცუდი ადამიანი ვინც გაგახსენებათ მე და მიძახეთ ეგრე. ხო და შეკითხვა სხვა რამე თუ ეს ვის ვათამაშოთ და აი ამ უამრავ მსახიობში რომელთანაც შეხება გქონია ზოგი პროფესიონალი ზოგი არაპროფესიონალი ყველაზე რთული სამუშაო. თულად საურთიერთო აი ოღონდ ამასთან არ მაურთიერთო აი ეგეთი ვიდეო. არ ურთიერთობა არა, სამუშაო. სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი ახლავს ზოგადად განსაკუთრებით ვარსკვლავები ვინც არიან რა. მათი ადამიანური ღირსებები რო გვერდზე გადავდოთ, სულთა მექანიკაში უკვე პროცესში ტიპებს აქვთ ну ეხლა ზოგს ვარსკვლავური ავადმყოფობა ობიექტურად, ზოგს აქვს თავისი პირობები, რაღაცა სხვადასხვანაირ, ზოგი არის ძალიან ტვინ, ძალიან გეძიება დეტალებში და ხანდახან არ გაქვს ეს პასუხები, ცოტა მიყვები ინტუიტიურად და არ გაქვს იმისი გეზიზნიას და რა გამოვა? აი ბაბუა ჩემს რა ერქვაო, რო გეკითხება და უკითხავს ზოგ მსახიობ ესე. აი ეს სახე პერსონაჟის ბაგროს რა რო შეეგრძნო თუ რატო ხო, რო იმას იცოდეს, რომ მოდის იქ ბაბუამისთან ერთად, ანუ ყველა კომპლექსით, ყველა თავისი გენეტიკური ემითი ინფორმაციით და იქ, იმიტომ რომ გამაღიზიანებლებზე, როცა თუ მრავალმხრივი როლია განსაკუთრებით და რამდენიმე პროცესი ერთად ხდება, იქ ყველაფერზე თავისი პასუხი უნდა ქონდეს. ზოგ ჭირდება ეგ სიტყვები რა. ზოგი აი ამიტომ ენერგოვამპირია რა, ვიღაცები ხა, რა ვიცი, გინდათ პერსონალური სახეები? აი ძალიან იმაგამიანებს ერთად ამოჭრი. არა იცი არა როგორ გავხდები ამოჭრა არ ვიცი ამოჭრი ვერაფერს ვერ ვჭრი აუ ზოგი ძალიან დებილია და ეგ რომ მითხრა აი მაგალითად ეს აუ ერთი მსახიობი იყო ოღონ ამ პროექტში არა სხვა პროექტში პროსტა ამბავი მოგვიყევ. რაღაცა არც მახსოვს არც მაინტერესებს. აი არ ახსოვს. იმიტომ რომ პროექტ კლინიკაში იყო რა არჩე იყო მოვიდა რომ კლინიკა რა მაგარი ხო და არა მაგ არ მორჩა გაგვიჩერეს დაფინანსება და შეწყდა აუ ძალიან მაგარი იყო ხო და ამ კლინიკაში იყო ერთი პერსონაჟი კულელი იყო რა რომელიც იყო ძალიან ძერს კი როჟა ესე რა მაგრამ ისპანიწელი რა და რაღაცა ბოსების ხადმია კი იყო და ეს ტიპი გაუშვეს ოთახიდან რა და ამას ჩარჩა რა ამ მსახიობს და მეძახის რომ რაღაც საქმე უნდა მოდი მეკი და არჩევ რაღაც ჩემმა შვილმა მითხრაო რომ შენ ხო მაგარი როჟა ხარო რა და რა პონჩი გამოგიშვეს ოთახიდან და მართლაო რა პონჩი გამოგიშვეს ოთახიდან მიხსენიო მე თვითო შენ ხარ ამ დვიჟუხის ნაწილი პროსტა ხარ მინორიტარი მეწილე მეთქი რა ამ კლინიკის თქო მარტო 11%-ით გაქვთ თქო და იქ იჯდნენ მაჟორიტარი ტიპები მეთქი რომლებიც გორდი არიან და ისინი იღებდნენ მეწილე ხარ ყველაფერი ოკეი მაგრამ იმ კონკრეტულ დირექტორთა საბჭოში არ ხარ მეთქი იმიტომ რომ იმათ 30%-იანი წილები აქვს თქო და კარგი ძმაო გატეხილი დარჩა ხო არა ეხლა დამშვი ოკეი. ბიჭო, რო ჯერაში. ხო, მაგრამ ხო. ამას უყურებდა ქეთი და რასაშინლად ცინიკური იყავიო და ცინიკური კი არ ვიყავი იმ კონკრეტულ მომენტში ამოცანა მქონდა გადასაჭრელი რომ პროდიუსერის საქმე შეასწავლე რა. საინტერესო როა. კინოში არსებულ კლინიკაში მაგითო ყوار შეწყვიტეს და მაგის დაფინანსა. არ ვიცი, არ უნდა მიგიც. რაღაც სადღაც გამჭედა მაგის. კლინიკაში მივეცი წინ. არ უნდა მიგეცა. ხო, რაღაცებით ითქვა. არ ჩეცოდოს ძალიან ჩავაჭირეთ. კითხე მაშინ, იმიტომ რომ შენი საყვარელი პერსონაჟი თქვა კლინიკა. ვერ ვიტყვი რა. აი ეგრე საყვარელი პერსონაჟი, ანუ მე სუფთა პრაგმატულად და მათი პროფესიონალიზმის გამო მიყვარს დათო და ნინას შემსვლელი ლევან ყოჩიაშვილი და
ანატყებულ ჩავა. ეხა პოზიტიური შეკითხვაც რა. ვითხარი შენი საყვარელი პერსონაჟები ჩცდდა. აი ესე პერსონაჟებს ვერ გამოვარჩევ, ზოგი ნეგატიური პერსონაჟი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგად არის რეალიზებული და რაღაც საინტერესოს ამბობს საზოგადოებისთვის, მაგრამ თავარი იმისათვის რომ ჩცდო მიარსებოს, ეს არის ორი ადამიანი, ეს არის ანა თხებუჩავა და ლევან ყოჩიაშვილი. ჩემი და ცოლი. ხო, ჩემი და ცოლი. ანუ თავარი პერსონაჟი ნინა და პოინტოვი ვისი თვალითაც არის დანახული. ეგრე მოვიფიქრეთ. სიმართლე გითხრა პირველი ვერსია სათაურის იყო დაქალები, მაგრამ მე ლიფონავამ მოიფიქრა, რომ მაგასო ჯობიაო ჩემი ცოლის დაქალები დავარქვათო, იმიტომ რომ კაც შემოიყვანსო იმაშიო და უფრო უნივერსალური გახდებაო და სათაურიც უკეთესი გამოვიდა თავისთავად უფრო საინტერესო. რომ კაცის ასე ვთქვათ პოინტოვი თვალით დანახული ქალური ისტორიები. აი გარვიცანი. ეგ იყო ესე ის არის რა. ვაფშე ყველა სერიალს აქვს თავისი კოდი რაღაცა, რაზეც ჩენდება. მე მთელი კონსტრუქცია რა და აი მაგალითად House ამ მაგალითს ვიმეორებ ხოლმე, ხა პირველად არ ვამბობ, მაგრამ House-ის კოდი ფრაზა არის ყველა იტყუება. ექიმი ჰაუსი. ხო, ექიმი House. ჩვენი არის ყველა თავს იტყუებს. ანუ რეალურად ქართული საზოგადოების ფარისეულობაზე, თვალთმაქცობაზე ადამიანები რო რეფლექსიისკენ არ არიან მიდრეკილი და ამის გამო რომ ვერ ხვდებიან საიდან მოდის პრობლემის არსი აქედან ან ხვდებიან კომიკურ სიტუაციებში, ან არა დრამატულ სიტუაციებში რა. აი ეგ არის, ასე ვთქვათ, მოკლედ რო ვთქვა, კონსტრუქცია, რაზეც მე არის ჩონჩი, რაზეც არის მე დაშენებული. იცი რა მაინტერესებს? აი ბევრ სერიალში მინახავს ეგეთი რამე, მარტო ჩცდოში არა, მათ შორის ჩცდოში. და აი ყოველთვის რაღაცნაირად, ნუ გაღიზიანებას ნაკლებად, მაგრამ აი რაღაც სხვა ქსიამოვნებს რა. მსახიობები რომ მეორდებიან სხვადასხვა როლზე. ეგ რატო ხდება? ხო, რა აქ რაღაც პერიოდის წინ სხვა იყო და ეხლა სხვა არის, ამან იგივე. ანუ მსახიობის ნაკლებობას განვიცდი, აი გარი მიზეზი 3 მილიონი ნახევარი ვარ ქვეყანა, რამდენი მსახიობია შენი აზრით და 13 წელია რო იღებ სერიალს, იქ თან ხანდახან არის ხოლმე რომ არის ძალიან პატარა როლი, მაგრამ გჭირდება იმ როლის ძალიან მაღალ დონეზე შესრულება და ძალიან კარგი მსახიობის გახარჯვა ხდება რაღაცა პატარა როლზე რა. ხანდახან ისე ეპიზოდებზე, მაგრამ მე იცი რომ ეს შესაძლებლობა არსებობს ეგეთი და ნუ მიდიხარ ამ კომპრომისზე. ხან ყოფილა შემთხვევა რომ პროსტა დაგვიწყებია რომ რაღაც ეპიზოდში იყო ტიპი ეგეთი ყოფილა. და ეკამჟავანაძეს კასტინგ მენეჯერ შემოუპარებია მე. ნუ ისე მეორეჯერ ვის ემახსოვრება? ხო და მაყურებელს სულ ახსოვს აი ეგეთი რაღაცა და ეს მაყურებელს ეგრევე ვის ემახსოვრება? არ არსებობს. ჩცდასთან ისეთი ერთგული მაყურებელი ყავს და ოფისები. აი ბევრჯერ მომიყოლია ძალიან თვალსაჩინოა რა ყურადღებით უკვე ისე დეტალებს ამჩნევ მაგალითად ერთხელ ნელიკოსთან იყო რაღაც სუფრა გაშლილი და სუფრის გადასაფარებელი არ იყო გადაფარებული. მთელი Facebook-ი ლაპარაკობდა იმაზე, რომ შეუძლებელია ამ ტიპის დიასახლის შეშუქება. სუფრა არ გადაეფარებინა მაგიდაზე. ხო წარმოგიდგენი, და აბსოლუტურად სიმართლეა შენიშნა. კი, სწორედ შენიშნა. და თან ქეთის ქონდა ეგ ნათქვამი, რომ არ დაგავიწყდეთ სუფრის გადაფარება და მხატვრის ასისტენტს დაავიწყდა. და მე რეჟისორი შეხვარი იმითა. არა, იმ დროს მუცა იქნებოდა ეგრე 18 წელს. იკარგავენ აი შინაურდოს. ამას მაყუთი ექნება. ხო, აი ჰაუსზე რო თქვი და ჩეცოდი რაღაც ფრაზა, ჩვენი ბუნკერი დგას ფრაზაზე, მაგრამ მაყუთი რაღაც ამ ფრაზაზე დგას ბუნკერი რა. მერკანტიული მაინც. იმედია რაღაც პერიოდში ჩვენ დავიღეთ რაღაც მაყუთებს რა. 1000 სისულელეში ყრის ეს ხალხი ფულს და ბუნკერში. ჩაყარო. აგერ კაცყვილებია გასაკეთებელი. ასაკეთებდა სტომატოლოგიური კლინიკის პროდუქტ პლეისმენტი იქნება აი რა. კამერას მიმართე და აქ იქნება ნებისმიერი რომელიც პირველი დარეკავს აი ამ რომელი დენტიც გამოჩნდება? თემურ დენტი. თემურ დენტი. აუ თემურა იქნება რაღაც ერთი წარბიროა ხდება. ერთ წამიანი სტომატოლოგი. ერთ კბილიანი. მურდალი გამოვეწყალე. კარგად დავუგებთ ერთ. ლასკა გუფცით რო გიღებს. კარგი იყო. ხო, კიდე მაინტერესებს ვიდეო გვაქვს, მაგრამ კიდე მაინტერესებს ზოგადად დღეს რას ფიქრობ შენ? სოფლიო მასშტაბით რა, მარტო საქართველოზე არ ვიყოთ. მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცნაირად სერიალები უფრო
რეიტინგული ხდება ვიდრე ფილმი. ეგრეა და მაგ და შენ რას ფიქრობ ამაზე? კონკრეტული ისტორია უძღვოდა წინ 90-იანების ბოლოს ზუსტად არ მახსოვს წელი, მგონი 98-ში მოხდა დიდი გაფიცვა ჰოლივუდში სცენარისტების. სცენარისტებმა თქვეს, რომ ჩვენი შრომა არის დაუფასებელი, იმიტომ რომ გამოიანგარიშეს და საშუალოდ ფილმის ბიუჯეტის 3-4% მიდიოდა სცენარისტთან და სცენარისტის ესეთი ნიველი, ზოგადად კინო არის რეჟისორის და სერიალი არის სცენარისტის რა. ეგრე ლაგდება, ანუ რეჟისორების როტაცია ხშირად ხდება ბევრ სერიალში ნახავთ, რომ სხვადასხვა რეჟისორი იღებს, ნუ არის ტიპი, მაგალითად ჩვენთანაც ხო ბევრჯერ გადამიღია და რატირამიშვილი, თენგო მეგრელიშვილი, სოლომონაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, სოსობლიაძე, რავი, უამრავი რეჟისორს უმუშავია ჩცდ-ში რა. მე შამშულდაძე კრიტიკულ მომენტებში ვიღებდით ხოლმე ძალიან ბევრი გვაქვს გადავიდა. თავარი მაინც ლიფონავა იყო, ხო? ლიფონავა დებს სტანდარტს, ძირითად მოცულობას ისიღებს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო რომ თავისთავად 3 ჯგუფი რომ მუშაობს დღის განმავლობაში, ანუ 3 სეტია, იქ 2 რეჟისორი კიდევ გჭირდება. აქედან გამომდინარე, სტანდარტი დაყენებული, ანუ სიმცხვილეები, დინამიკა, რაღაცა, ყველა თავისას ცდილობს რაღაცა თავისი ქიშმიში ჩააყოლოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი სტანდარტი, ასე ვთქვათ, კადრირების, სურათის, ფერის, ატმოსფეროსი სტანდარტს აყენებს გიორგი ლიფონავა, აყენებდა ყოველთვის და ხო და ეს გაფიცვების თემა ეხაც ხო იყო. კი, ეხაც იყო. და AI-ის თემაში იყო. ხო და ეხლა ისევ დაუფასებლობაზე იყო. ხო და მე რა მოხდა? ეს სცენარისტების მთელი გუნდი იმის გამო რომ გააპროტესტეს საკუთარი მდგომარეობა კინოში, ეგრევე ვიღაც კომპანიებმა ვინც იყო რა, ეს Hulu, Amazon, HBO, ყველა ვინც არიან Amazon-ი, Netflix-ი, ყველა ეგრევე ეს ტიპები საუკეთესოები დაიჭრიეს. გადაუხადეს. სცენარისტისთვის დააფასეს კი. სცენარისტისთვის ეგ იყო დიდი ისა რა. იქ თავარი ტიპი თუ გახსოვთ, აწერია ხოლმე ყველა სერიალს იდეის ავტორი. და არა რეჟისორი. არც რეჟისორი, არც პროდიუსერი, იდეის ავტორი. ეგ არის პირველი ტიპი რა. რომლებიც არიან, ნუ იქ როგორც წესი, გრძელვადიან სერიალებს წერს ბევრი სცენარისტი, ზოგი დიალოგებზეა, ზოგი outline-ს აკეთებს, ზოგი იმას დიდი ჩვენ просто ქეთი აკეთებდა, ქონდა შეთავსებული უნივერსალური. ქეთი იყო ყველა თელი ჯგუფი. კი, და ძალიან სწრაფად მუშაობდა. ყველა ლაინი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეგ გავსკენ. ყველა რგოლი პრინციპში შევიწროვებულია, სხვანაირად ეს პროდაქშენი საქართველოს შეუძლებელია, ამიტომ რომ დაახლოებით იგივე პროცესია ჰოლივუდშიც და აქაც. აქედან გამომდინარე ჩემი თავი დავინახე ბავშვობაში, რა საყვარელი ნუ დროს მოუსწრე. შეწოდეში, რასაც გავუსწარით, ეგ იყოს. ბუნკერში მოუსწრებ დროს. თვითონ ხო არაფერი არ გამოიწვია. გამისპოილერებია, ვიცანი, ჩემი თავი გამიხარდა. იცი რა დრო 50 წლის წინ იყო. აცი ჩვენც გიცანით. ეს მივალ მაგამდე. ხო და კაი, ხო. მე ეხლაც ვერ ვიცხარ. იც ვერაფერი გაიგო. მოკლედ ბევრი გვარ გავაგზელო. ძალიან საინტერესო და მაგარი საქმეა. სამყაროს ხმირა, იქ წერან მეფობაზე და ღმერთობაზე რო ვლაპარაკობდი, ცოტა ღმერთობა. კი, ღმერთობა არის. ზოგადად ხმის სამენი სამყაროს, რომელშიც რასაც ყველას და ყველაფერს ვისაც გინდა, რასაც გინდა, იმას უზა. ამინცად, სცენარებსაც, ადამიანებსაც, ყველანაირს, ყველასაც შენ საზღვრო, კი, ცალსახად ძალიან საინტერესოა. გადავიდეთ თამაშზე. ხო, ანუ უბრალოდ ის წმინდოდა მეთქვა, რომ მარტო ჩცდ არ არის ძალიან საინტერესო პროექტი და პროდუქტი, რაც ფორმულა კრეატივს შეუქმნია, ირაკლის და ამ გუნდს, ძალიან საინტერესო იყო კლინიკა, რომელიც უბრალოდ პატარა უმოკლეს დროში დასრულდა. 14 სერია, 17 იყო გადაღებული, სიმართლე გითხრა. ოღონ არ იყო დასრულებული და ამიტომ 14 გავიდა ეთერში. 3 სერია რაღაც ნაწილ არსებული დარჩა, ნუ მე შეწყდა საინტერესო იყო და ზვირიჯდებოდა რეალურად რა და ჩვენი რეალობისთვის ძალიან ესეთი იყო, ახალი იყო რა. ძალიან ახალი იყო და იმენა ჩვეულებრივი თრილერი სტანდარტი იყო, თან თრილერი. ძალიან საინტერესო. просто სიმართლე გითხრა, ეს პროსტა რა, ის ბარბარიზმები არა. YouTube-ზე ვარ. არა, ნუ ძალიან ინერვიულად მოგატყუებ. მაშინ არ ამოჭა. არა, ცუდ სიტყვებსაც შეიძლება ამბობდე, მაგრამ ქართულად რა.
ხოდა. ქართული რეალობისთვის მსგავსი ტიპის მისტიკა და ტრილერი არ არის ეს ამ ქვეყნის მასშტაბი არ იტევს ეგეთ საიდუმლოს. შეუძლებელია საიდუმლო კლინიკა არსებობდეს სადღაც ტყეში. ურთვეში დაიასდება ეგ. კი, ვიღაც წემს ეგ შეიძლება არსებობდეს სადღაც იელოუსტოუნის პარკი, რომელიც არის საქართველოს ხელა. ის ვირუდა. ის ვირი ალბათ სადღაც, აი ხო რა, ვირი იყო. დაგადგება თავის ირმებთან ერთად მოვა. ყველანაირ ვიღაც ნარკამანი გასაჩერად ტყეში შემოვა და ბაზარია. არ არსებობს რა. რავი, აქ თავ კლინიკა. აქ ხარ აიღებ. ეგ იყო ერთი ნაწარმოები არის ოტელთან. ეხლა უნდა გავაკეთოთ ახალი სერიალი call center-ი უნდა დავარქვათ. ხო, აი call center-ები გვინდა რომ შენ იყო რეჟისორი. სხვათა შორის ეგრე აქ დავიწყებთ გადაღებას და მუშაობას. ზარებზე ნაღდი კადრები იქნება. იმას ერთ არც თუ ძლიერ მწერალს, მაგრამ პაპსავიქს აქვს ერთი კარგი პრიტჩა თავის რომელიღაც ნაწარმოებში კოელიოს ბრძენი ცხოვრობს ქალაქ გარეთ. ძალიან დიდარი ბრძენია თან რა, მაგარი პაპსამ ბრძენია და პაპსა ბრძენი რო. აუ, მაგარ ძნელად მისასვლე რაღაც ღვთაზე ცხოვრობს და ქალაქში რატო არ ცხოვრობ ამდენ ფული და რაღაცა და ქალაქში რო ვიცხოვრო ხო პრობლემები მოქალაქე გავხდები. აქავარ განსაკუთრებით უნდა იყოს. ამიტომ ურბანულ ქსოვილში ადვილია დამალო კოლ-ცენტრი. ტყეში გახსნი თუ არა, ეგრევე ყველას ეცოდინება, რომ იქ რაღაცა ფონდი არის რა. ხო, მაგიტომაც არის პრინციპში რომ ბაითებზე აკეთებ ამით ამ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ ვაპირებთ რომ აქ გავაკეთოთ. მინდა რომ ხელმძღვანელობ. კოლ-ცენტრი უხეშმოვანო. დოკუმენტური სერიალი რო გავაკეთოთ კოლ-ცენტრთან, თან მართლა რო ვეკოთ ვიღაცები. აუ, და მეორე ჯგუფი უნდა მუშაობდეს იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერებს ეწავ. მათი დრამაც უნდა დავანახოთ. იხო იმათა რო შედის ზარის ის კადრებიც გჭირდება. ერთი ტიპი იყო, ჩვენი უბნელი სხვათა. უკარო ურეკავს. და ჩემი რუბრიკა ხომ მოხდება. და რა მითხრა, იცი? რომელიც ამაყობდა და საკეთებდა იმას. არა, მითხრა, რომ ეხაო მეო. ხო. ეხაო მეო რო არ მუშაობდი აქო და არ მქონდესო кай რაღაც მანქანა იყო შემდგა და გამოჩერა საღინჩაგი რაღაცა მითხრა. ვარ დაგაფინანსოთ. ეგეთი რომ არა, მაგნინიც არ ქონდა ფული. ახალი იყო. ხო და ახალი დარეგილი. ხო და რა მითხრა? ბიჭო, მეთქი არ გიწდება? ხო. რომ კოლ-ცენტრში მაგრად ეხავს ვიღაც ბებიებს და ბაბუებს, თუმცა რანაირად არ თმებოდი და ბიჭო, წარმოიდგინეო, მე რომ მაგას არ ვაკეთებდი, რომ აგერო აქო სადარბაზოში უნდა დავხდო იმ ბებიებს და ბაბუებს და საყურეები. რაღა ჩვენი ბებია ბაბუები გავპასო. კარგი, აი უამრავი აი ეგეთი სირობა თავის მართლება მომისმენია და ეგ ერთ-ერთი საფრთხელო სირობა არის იგი თავის მიმართლებ და მე მომეწონა ეგ გამართლება. დაიწყეს. იწყე ბებიები რო გაყაჩაღება. 90-იან წლებში იყო ძალიან ბავ შოკოლადი მოუნდეს კაც მოკლავ. ეს დედა აფეთქებული. სანამ კაც მოკლავ, მანამდე იმდენი საშუალებაა შოკოლადი დაიწყო. ვერ ცხოვრება არ გეყოფა. ხო. ცდილობენ. ეგრევე კაცის მოკლაზე რატომ იყო? პროსტა მკვლელი ხარ და რაღაც სირმიზეს იგონებ რა. ბაჭო, ხო და ამ ფსიქოლოგიით, აი კოცური მენტალიტეტი რა არის. აი შენ თავარია ბიჭო შვილები იყვნენ კარგად. ეს შვილები არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ბიჭო, აი ეს არის ყველაზე მაგარი, აი ხორციანი ხარჩოროა რა. და ძალიან მაგარი ნაჭერი. დაგეთყო რომ დიეტაზე. და ისე სიყვარული თხოვი ხარ და როდევს მძღნერი სოუს. რა მნიშვნელობა აქვს? ეს ჩემი შვილი კი არის კარგად და თანთავებს, მაგრამ მძღნერში რატომაც ეხა ვართ, ეხა ტივტივებთ განავალში სამწუხაროდ. აი ეგ არის დღეს ჩვენი ქვეყანა. ბუნკერი არის მზის შუქი ამ განავალში. ბუნკერიდან ბუნკერი ამოწორწნილი. ეხა დავიგრუს. მეც მაგრამ დავით. აი გეგონება კონტექსტი არა აქვს რა, აი მარტო ცხოვრობ იმაში რა ქვია. დავიკარგე უცხო. ჩემი შვილი აი კორპუსში ცხოვრობ სადღაც 27 სართულზე, ოკეი, მაგარი გარემონტებული დუპლექსი გაქვს. და კორპუსი ჩამოყალია და არა, კორპუსიც კარგია. მაგრამ აი გამოდიხარ ქუჩაში და აი ეს ხდება, რაც ეხა ხდება. მთელი ინდოეთი ეგრე არა. ვიღაცა ცხოვრობს გიჟივით სასახლეში და გამოდიხარ და მზლერში არის. მუდმივი
აი ჯერ მარტო იმით დავიწყოთ, რომ აი ჩვენი სტრესები ხო მარტო ყოფითი გამოწვევებით არ შედგება. კონკრეტული ეგზისტენციალური საფრთხეები გვაქვს რა. ქვეყანა დგას მუდმივად ყოფნა არ ყოფნის მიჯნაზე. ეგ რამხელა სტრესი დააბუდებს პროსტა. გონია ბოლო ხანებია ყოფნის მიჯნაზე აღარ ძალიან არ ყოფნისკენ გადავიხარ. კი, ეგრეა ყოფნა, აი ყოფნა. ყოფნა აი ძალიან შორჩა. წვალობთ ფაქტიურად. მამეთ სულ წვალობთ, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა არის საქართველო. მე რომ მკითხო, მაგრამ სულ წვალობთ, მაგრამ ერთ დღესაც განათდება. დანარჩენი სხვა პერიოდებიდან ეს იცი რითი არის უარესი. მაშინ იყო პროცესი. რაღაც პროცესი იყო, რომელიც შეიცავდა განვითარებას. ეხლა სრულიად დეგრადაციის აი რაც 30 წელი ვიარეთ და რაღაცა კონდიციამდე მივედით, მათ შორის ქოცების დროსაც, აი 2018-17 წლამდე რაღაცა წინსვლისან კი მე არ მომწონდა და სადღაც ვიძახდი. აუ რა მაგარი ვარ თუ არ ვამბობ. просто ობიექტურად ეგრე იყო, რომ ვამბობდი, რომ ესენი სადღაც გადაგჭიხავ. სადღაც დაუცურდებათ რა ქვეყანა. მაგრამ მაინც ის იყო რა, რაღაცა ბორძიკით, მაგრამ სწორი მიმართულებით ასე ხო და მაგრამ როგორც ცივილიზაცია და განვითარება არის გრძელვადიანი და რთული შრომატევადი და დროტევადი პროცესი, ასე დეგრადაცია არის ერთი წუთის ამბავი. ადამიანის გაველურება გაცილებით დაბალია ვიდრე და უამრავი ექსპერიმენტი არსებობს მაგისი, რომ ადამიანს თუ შემაკავებელი გარემოებები რაღაც სოციალური სტრუქტურა, თამაშის წესები თუ წაიშალა, მაშინვე ველური ჩვეულებრივი ცხოველი აგრესიული. ყველაფრის კადრება თუ თამაშის წესია, მაშინ ყველანი ვხვდებით ყველაფრის კადრებლები რა. და მე უკვე აღარა გაქვს დღეს ჩვენი საზოგადოება არის ძალიან სწრაფი დეგრადაციის გზასადაც, ძალიან სწრაფი. სამწუხაროდ. ეს იყო კოლ-ცენტრი. ეს იყო გადაცემა კოლ-ცენტრი. ეს იყო გადაცემა კოლ-ცენტრი და ერთი საინტერესო მოხუცი. ეხლა ერთი საინტერესო მოხუცი გავაცროთ ხოლმე შედეგი გადაცემი და ვის გავფარსავთ, გინდა? არა, მეტი ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს, მაგრამ უბრალოდ ფორმატი აღარ მოგწევს. წავალთ შეიძლება 5 საათი აქ ვილაპარაკოთ და მინდა რომ თამაშზე გადავიდეთ, თუ აღარ მოვასწრებთ. აა პატარა ღვინოს მოვიდა. მიდი მოიდა. მიდი რომ მეც დამიწყე. ყველაზე ან შენთვის ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმი რომ იხარ. მეგეც უნდა მეკითხა იქ. ხო, აი ეს კითხვა აქაც მინდა რა. მიყო, ვალ ვიბაზროთ. ვაა. ერთი ცალი უნდა თქვა. აი ხო არ თქვი კონკრეტული სახელი. არა, მესმის ხო, არა, ხო, უნდა დავფიქრდე, იმიტომ რომ არის რამდენიმე ფილმი, რომელიც ძალიან მიყვარს და უნდა გამოვარჩიო. მოდი ესე რო ვქნათ ერთი, ანუ ოსტაბჭოთა კი არა, ანუ არა, ყველა დროის ერთი ცალი რა, ერთი ახალი. თუ გინდა ჩვენც ვთქვათ. მოდი ჯერ ირაკლიმ თქვას და მე ჩვენ. მიფიქროს მანამდე. ფეოლა. არა, პირველი მერცხალი. ეგ არის შენთვის ყველა დროის რატო? ძალიან გულწრფელად, იმიტომ რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ტირი ვარ ხოლმე მათ. ბოლოს აბაულია სოფერიან ტირი ვარ და სხვა კინოზე. ეხლაც აგიწმებლია და თვალები. ერთ კინოზე ტირი ვარ ხოლმე კინოშედარებით. ეს არის ფესვები, მაგრამ ფესვები მთლიანად ფილმი არ არის ისეთი კარგი. ბოლო კადრია მაგარი. მატარებული ვაგონიდან ჩამოსვლა არის. პირველი მერცხალი თან ქალის გადაღებული იყო, ძალიან მაგარი. ხალის გადაღებულია, აი არ ვიცი. არც არ ვიცოდი. ჩემთვის მიწისფერი მთები არის რა ეგეთი ფილმი, რომელიც სულ მიყვარს. ცისფერი მთები არის 40 ჯერ რომანა. ცისფერი მთები გადავფურცლია და ცისფერი მთები არის ყველაზე პოპულარული პასუხი, მე მგონი, მაგრამ მე მიყვარს ისევ მაგავე. მთები არის დღესაც სულ ცისფერი მთებში ცხოვრობ. მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი გამოფენა მიყვარს. არაჩვეულებრივი გამოფენა, ჩემი აზრით, როგორც კინომატოგრაფი, თავისი იტალიური ნეორეალიზმის ელემენტები გაცილებით ყველაფერი მევასე. სურათის დონეზე გაცილებით უკეთესია. ეს უკვე გვიანი საბჭოთა კავშირია და აქ არის ფარცოვკარი მაშინ. უკვე დაიწყო. სცენარი არის მაგარი, უფრო ვიდრე კინო ცისფერი მთები. კი. მოკლედ ელდარ შენგელაი არის ჩემი მონანიება. და მიზეზი? ინანის რაღაცებს. სინანულები და ფორები და ვაიგი და რეჟიმი და
ხო არა. დღეისთვის მით უმეტეს ის არის. ძალიან აქტუალურია. ძალიან აქტუალური ფილმი. აქტუალურია და ზოგადად ანუ დღეისთვის კი არა. რაც ჩამოთვალეთ ყველა ფილმი აქტუალურია დღეს. 1921 წელს იქიდან მოყოლებული სულ აქტუალური, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და არ დამთავრდა. რეჟიმი. ერთ საინტერესო რეჟიმთან ბრძოლა არის და ინსპირაცია მე მაგისთან ავიღე. და მივადექით ჩვენი კლასიან ეს ვინ არის? ჩვენი როგორ კლასიან ეს ვინ არის? ჰოლანდიელი ფეხბურთელი. ეს ვინ არის ზამენა მეკარე? ბევრი არ ვარ ფინური. და დადგა თამაშის დროც ეს სახელწოდებაც არის კლასიან ეს ვინ არის? კლასიან ეს ვინ არის? კლასიან ეს ვინ არის? მოკლედ ეს თამაში გვაქვს ირაკლი. კლასიან ეს ვინ არის? კლასი ცნობილი თამაში, ძალიან ცნობილი თამაშია. ცნობილი თამაში. ცნობილი თამაში, ფინური ანალოგი გადმოვიღეთ, ფინეთში თამაში გადმოვიღეთ. კაი, მოკლედ უნდა გამოვიცნოთ ბავშვობის ფოტოებით, ვინ და გვაქვს თითო კითხვა კი ან არა პასუხის რა. და ბექს ვეთამაშებით, რომლებიც 3 ერთს გვიგებენ. სხვათა შორის. წინაზე მოგვიგეს კი. წინაზე 3-2 წავიდეთ. ერთი, არა, ერთი. სუპერბერგი ხო ამოიჭრებს. სუპერბერგი რეზი ამოიჭრა და სუკერბერგი გამოვიცანი კი. რეზი არ ვარდეს, ამიგო. არა. რეზი არველაძე არის ჩვენი 70-ში ვიცი. თავარი ბავშვობის მოსაყვანი. კრაში არის რეზი არველაძე. რომ მოვიყვანო. სოთაშოს ამ გადაცემაში არ მიხსენები. აი ხო ახსენე. არ ხელი ჩამომირთმევია. შოთას და აჩის კარგად. აი შოთა. აი შეიძლება ჩერეს აჩის შოთა და გავიდეთ, ჩერეს აჩი გავიდეთ რეზიზე. და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეზი და აჩი ეშლება ერთად. ეგრე გაიწვა. რიჟა. კიდე ერთი ნიჭი აღმოვაჩინე ჩემში. კაი ბატონო. დავიწყეთ მოკლედ რა. თითო შეკითხვა გვაქვს. ხო, კი ან არა პასუხის რა. კაი, ნუცა. ეს ხო ვიცით ვინც არის. ეს ირაკლიმ დაგვასპოილერა თვითონ. კაი, ეს უბრალოდ ამოვანათოთ. ხო, მოი ძალიანაც არ შეუცვლი ვარ. არა, მე ეგრევე მივხვდებოდი. ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილ ხარ? კი ბატონო. თმაც იცოცხლე. ეს ბატკანი გაცვია თუ რა. ო, მეც ბავშვობაში მეერე. თა ნახე, რეჟისორივით რო დგას, მართლა რო ეგრე აქვს. ეხა ეს დამანახე, ეს დამანახეს ეუბნება აქ, ნახე. კეპიაკლია და ეგაა რა. კი. არა, მართლა არ ხარ ძალიან შეცვლილი. ჩვენ გვასწავლეს რომ ესე დაყავიო და ეგრე და იბატონეო და გურულმა ზებრამ და ესე გვასწავლა. რო ვაკვირდები, მართლა არ ხარ შეცვლილი. ესეთი საყვარელი ბავშვი იყო ირაკლი სამინაძე. გადავედი ჩემი. მე ჭვება რომ სადმე ესე გამოიტანა ჩემი ბავშვობის ფოტო. ვერ ვიცედებ ვერც. გადავედით შემდეგზე. აჰა, ეხლა დაიწყო თამაში. ნუ ქართველი არ არის ამას შეკითხვას არც დავსვამ. დაყავით და პირდაპირ კითხვის გარეშე. დავაი, მიდი, ეგ ორია. ორია? ეხა ორი ქულა. რობი ვილიამსი. სალო, მეც იგივე ბრავო. რაღაცა ვიყავი. 3-3. ამ გამოხედვა ეს ორში შოც მიყვები. ხო. ოდიში 3-3. საერთო ანგარიშს მიყვებით. ხო. რუსულ კალკზე. აი, რო დაყო. დაყავი და იბატონე. კაი ბატონო, წავედით. ესეც ვიცი ვინ არის. ესეც ისე? კითხვის გარეშე. წავედით. კი, პირდაპირ. ჰერი სტაილს. ჰარი სტაილს, ქარი სტაილს. რაღაცნაირად ძალიან უინტერესო და აი, მას სწრაფი მე ვერ თამაში გამოვიდა. გავხდი. 5-3. შევიდე. უნდა მეთქვა. კიდევ ბას კაი. ჯუდლოს 5-3. შეიძლება. აუ ეს ოპა. ძალიან ბავშვობა. ქართველია? არ არის ქართველი. დავხარჯეთ. აუ მაგრამ ეცნობა თო. აი ამ პირღიობით მეცნობა. ხო აი იმენა ამ პირღიობით მეცნობა რა. ნუ ცოცხალი არის გავიგეთ, ბიჭია. მსახიობია? არ არის ქართველი. სახიობია? კომიკური? ორი შეკითხვა დაგვრჩა. არაფერი? ვაფშე არა. სახიობი და არა ვა, კომიკური. აუ თან ძალიან მაგრა გავს, აი ყველა მივხვდები. ეგრევე რომ მეტყვიან მეც ეგრევე. აი ამ სახით გავს ძალიან. აუ ძალიან მეცნობა. ის ხო ბედსანტაში ხო არ თამაშობს. უნდა მეთქვა ის, მაგრამ კომიკური თუ არ არის, კომიკოსი არ არის? ეგრე ყოფილიყო, ვიზახტი იმას. აი ერთი შეკითხვა. რუსულის ვაგო, რუსულისია? არა, ბრუსელის ხო ყავდა წინა. რამე ვერსია. საკმაოდ ძველი ფოტოა. ეხლა ლოგიკურად. 60-იანების ბოლოს ფოტო აი არის. 70-იანების მაქსიმუმ 80-იანების დასაწყისი რა ხარისხი ისეთია. ან თავისთავად ფოტო არის გააწერილი და პიქსელებია გაბჭებული, მაგრამ ლეონარდო დიკაპრიო. განსაცმელი ძალიან ისეთი.
აბა, გითხარი. მოიცა, არა, მაიცა გაგვერსია. ვერსია აღარ მაქვს რა. ცოცხალი. მე აღარ მაქვს თქმა. მსახიობი იყო? მიკითხე? მსახიობია ცოცხალია და არა კომიკური. ენტონი ჰოპკინსი. აბა. აუ, 100 წელი ვარ ვერა, მონტაჟისტოს მივუდოთ გვერდზე ეს არ ყველაფერს მივუდოთ. როგორც წინ. აი, მომიცე? 5-4, ხო? 5-4. 5-4. აი, ეს ხო იყო. არა. ეს გოგოა? არ არის გოგო. არ არის გოგო? გოგო. გოგო. მეცნო. რიან ბიჯი. რიან. ესეც ორი ქულა გამოვიდა. არა, ვიკითხეთ ეს. გოგოა დავასწრე. არა და გოგო იყო, явно. კაი, 6-4 და 1 დაგვრჩა რა. კი. ეს არის შენი? ეს ის არის, ვიცი, ქართველია და ვანო ჯავახიშვილია. არ არის? არ არის? მართლა რა მაგრა გქონდა. აი, ადიდასები უნდა ჩააცვა და იგა. არ არის ვანო ჯავახიშვილი. მაგრა გა. მართლა რა მაგრა. იმასაც გავს. ქართველი არ არის? სტიფლერს გავს. შენ სულ მაგას იძახი და არ არის. არც რეზია როელაძე და არც სტიფლერი. არც სტიფლერი. აი, ქართველია? არ არისო ქართველი. აუჩელი, არ და მსახიობია? აუ, მე მაგარი სპორტსმენია? ამ თამაში. სპორტსმენია? აი, ეგ რატო არის? ესე იგი ფეხბურთელი. სულ ეგრევს რომ შეკითხა, სპორტსმენია ფეხბურთელი. ბიჭო, ხო, ყველაზე პოპულარულები ქართველები არა, არის. არა, არის ბექები არა. ფეხბურთელია? ფეხბურთელიაო, კი. ვა. მესი. კი ბატონო. ლეონელ მესი. აუ, როგორ გავს ვანო ჯავახიშვილი. ვანო, კარგად. ამას გვერდზე ვანო ჯავახიშვილის ფოტო მივიდა. ვანო ხო ბარსაში გამაიშვა. დუბლებში. ძალიან. ვა, ოჩა, ქართული ფოტო. დღეს დიდებული იყო. ეს კარგ ფორმაში ვიყავი. იქა ძალიან დაგვეხმარე. ვერ დიდებული თამაში გამოვიდა. დუხზე. აი, რა ანგარიშზე გავჩერეთ? 7-4. 7-4. დავწინაურდით, ბიჭებო, დავწინაურდით. დიდებული თამაში გამოვიდა. ეხლა ვინ არ მოგჭა? პატარა საჩუქარი გადმოგცეთ, ჩვენი პატარა ქალთა და კაცთა ბედნიერება გადმოგცემ საჩუქარს. აჰა. საჩუქარს უხდება ადგილზე გახდა. კი, სხვათა შორის. განფუთვა. აბა, როგორ მოგეწონება? ეს პატარა ჩანთა? ჩანთა უკვე კარგი. ეს არის მერჩი, ჩვენი მერჩი. ჩვენი მერჩი. ვიღაც ტიპები გვერდში. ტრები ყავს. ტრები ხო ყავს. ნახე. ზომა ხომ მოგერგება? ზომა ერთი კიდე დავიკლებ დიეტაზე, ხო? იმედია რომ შვენიერი. მოგერგება. თუ არა და გითხარი და რაღაცა ზომას მოვიდა. ჩემთვის არაფერი არ არის საჭირო. გარუჯვა უნდა და მაგრამ ლოგო მაგრა გიხდება. კი, კი. ჩემთვის საჭირო ბოთლი ღვინოა. ვა, შვენიერი. ხარისხიანი რაც თავარია. და კიდე გვაქვს საჩუქრები რაღაცა. ყოველთვის მიხარია. კიდე რა გვაქვს? კიდე გვაქვს. აი ესეთი სხვა სცენარის დაწერა კი მოგიდა. ბატონო, ეს ძალიან საჭირო ნივთია გულწრფელად. ხო და ხელით რო არ წერო და თითები არ დაისვარო, აგერ კალამიც. აგერ კალამიც, კი ბატონო. ბრენდირებული პირველივე იმას მერჩი. ჩავწერ. შენ ბუნკერის ისტორიაშიც ნებისმიერ შემთხვევაში ჩაწერილი ხარ. პირველი ისტორიული კი, შენ ხარ ჩვენი პირველი სტუმარი. კეთილი იყო შენი ორივე ფეხი ბუნკერში. იმედია ხშირად გვესტუმრები, თუ გაგისწორდა დღეს. იმედია ბევრ ადამიანს გამოუშვებ ბუნკერში. თუ გაგისწორდა დღეს. მაგალითად ლაბაძეს. კი ბატონო. ვარ დამოვიწყდეს. დღეს რა რიცხვია? 31. ხო, 31. 08 07 20-25. ეროვნული რუბრიკა არ იქნება. ცოტა ხანში. აი ბატონო. დღეს ვიყავი. ისტორიული ის დავიმახსოვრე რა დღევანდელი დღე რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. უმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ადამიანები კი არ აკვირდებიან რაღაც დღე რო გადის, ის დღე აღარასდროს აღარ გამეორდება. აღარასდროს აღარ გამეორდება 2025 წლის 31 ივლისი. თუ გამეორდა და ესე იგი გავიხა. უკვე რაღაცა ესე იგი დავიმახე. ივენთი გაიჩიტა, რომელიც ჩავინიშნე რა და უკვე кайფონტია რა. კარგია.
ძალიან მე გაგვახარა. თან აღნიშნოთ კიდევაც, როცა დიეტას დაასრულე. ხო, შევეცდები რომ ისე დავასრულო დიეტა. ჩვენ პირველივე კორპორატიულზე დაგიძახებთ ეგრე. აი ბატონო, უეჭველი თან. კაი უნგარში, საკაი. ოღონდ მართლა ისეთ კამერების garaში. ვინა კამერაც მარტო ჩავთოთ. ფარულ კამერებს რაღაც დონემდე კამერაც შეიძლება. რაღაც ეტაპამდე. რაღაც- აი სამ პირველი 20 წელი. რაღაც ჭიქების რაოდენობამდე შეგიძლია. მე არა. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ მოსვლისთვის. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო. მართლა მე ძალიან ვისიამოვნე. ხო, მოლოდინი მქონდა რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა, თუმცა ამდენად საინტერესოს არ ველოდებოდი. ობიახლებიც რაღაც ძალიან განსხვავებულად თამაშმაც გავიარეთ გაასწორა. ეს, თამაშიც დიდებული. სივრცემაც გაასწორა, და სადაც ვიმყოფებით. ხო, გარემო აუცილებლად ძალიან კიდევ მნიშვნელოვანი არის. როგორც იქნა ეროვნული რუბრიკაც სამუდამოდ ამოიშთო ამ და ყველაფრიდან. არასოდეს აღარ არასოდეს აღარ დაბრუნდება. და აუცილებლად დასასრულს მადლობა შენ გადავუხადოთ. ჯერ subscriber-ებს მიმართე, პოტენციურ subscriber-ებს. ბუნკერი გამოიწერეთ, თუ მოგწოთ ეს არხი, თან დაალაიქეთ მეზიზღება, აი ყველა სიტყვა მეზიზღება. მოიწონეთ. გამოიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. ხო, რაღაცა კომენტარები დატოვეთ რა. თუნდაც გაგცემთ. სტუმრებს ვკითხავთ თქვენ დატოვებულ. დრო დაგროვდება ბევრი კომენტარი, მე ერთად გავცეთ პასუხი. ხო, შეგიძლიათ ჩვენ Facebook ჯგუფში გაწევრიანდეთ, სადაც ეპიზოდის ჩაწერამდე ვაქვეყნებთ ხოლმე წინასწარ ვინ იქნება, ხო? ხო, ვინ იქნება სტუმარი და იქ შეგიძლიათ დაუსვათ კომენტარებში დაწეროთ შეკითხვები, რაც გსურთ, რომ კითხოთ სტუმარს და გავაჟღეროთ გადაცემა. ხო, გვინდა რომ მეტი ჩართულობა გქონდეს მაყურებელს და რაღაცა ერთად კი ბატონო. შევქმნათ საინტერესო პროდუქტი. და ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ აუცილებლად ეს ულამაზესი სივრცე, რომელიც ჩვენი მასპინძელი იყო დღეს და კიდევ არაერთი ეპიზოდის განმავლობაში იქნება ჩვენი მასპინძელი სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის ტერიტორიაზე და თუ გიყვართ დესერტები და თანაც განსაკუთრებული დესერტები და გსურთ რომ თავადაც შეძლოთ მომზადება ისეთი ბასხვები ჩიზკეიკი ახლა. და სხვების გახარებაც და გაოცებაც კვიტო კიდე ამოანათებს Facebook გვერდს და ანათებული და დაუკავშირდით აუცილებლად ამ გვერდს. თანაჩენზე ისინი მოგახსენებენ. მომავალ სამშაბათამდე. გავედით ბოლოში. ეგა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გას მადლობა თქვენ. ეს იყო ყველაზე კაი ეპიზოდი ობიექტივ.